რაც უფრო დიდი შანსი გაქვს წაგების, მით უფრო მეც რისკა. ეგ ეხა დავაკავშიროთ იმას თუ რანაერად იყენებენ პროპაგანდის დროს მაგას. როგორც ბატონი ნასიმტალები იყო და ჩვენ ტყავზე გვაქვს გამოსტილი. ჩვენი ცხოვრების გამოსtildeება არის ის ისტორია, რასაც მაგ ცხოვრებაზე ყვები რა. ერთი რაც მომხვთა კი არა და მსხვერპლი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ აი ყოველ ნაბიჯში ალბათ არის ეს შარავანდედის ეფექტი რა. ძალიან იშვიათია ველოსიპედის აღმოჩენა. რატო არის რომ ძვირად ღირებული ბრენდები პროდუქტი თუ არ გაიყიდება, ფასდაკლებას კი არ აკეთებენ, ანადგურებენ მაგ პროდუქტს. ორჯერ უფრო მტკივნეულია წაგება, ვიდრე მოგება რა. ერთი და იგივე თანხის. ძალიან ძნელი არის მე სხვაგან ახვიდე თუ შენ მხარეს არ არის მოთმინება, ძალა და ასე ვთქვათ კონტროლის თუ რაც ქვია მაგას არ ვიცი რა ქვია მაგას. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს ნათქვამ პირველად ნათქვამ ფასს. მარკეტინგი იქნება ეს, გაყიდვები იქნება ეს თუ მოლაპარაკებები იქნება. სერიოზულად ძვირფასი ინფორმაცია არის. ის უფრო კარგ ხელსაყრელი მათ ჟღერს, რა ქვია, ასე ვთქვათ. გარიგებად ჟღერს. კითხვა ნიუ-იორკის მეტროში ჩახვედი და ხედავ რომ ვიღაცა ზის და კითხულობს ნიუ-იორკ ტაიმს. ყველას PhD აქვს. სადღაც სერვისში ყველას შეგვეშლება. გაქვს თუ არა გეგმა როგორ აკეთებ რიკავერის? გარდა იმისა რომ საოცარი წიგნიაო და ნობელის პრემია მიივეცითო, პლუს კიდევ პულიცერის პრიზი უნდა მიგვეცაო, ისეთი მაგარი დაწერილია. გამარჯობა, დიდი მადლობა ყველას. ჩვენ უკვე 5000-ზე მეტი გამომწერი ყავს, რისთვისაც აი ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, უდიდესი მხარდაჭერა არის და კიდევ ერთხელ პატარა თხოვნა მინდა მოვაყოლო. თუ მოგწონთ ჩვენი არხი გამოიწერეთ, მოიწერეთ ჩვენი ვიდეოები, დაგვიტოვეთ უკავშირი კომენტარების სახით, ჩვენ კი ჩვენი ხრივ არ დავიზარებთ და მაქსიმუმს ჩავდებთ იმისათვის, რომ ეს პოდკასტი გავხადოთ კიდევ უფრო საინტერესო და სტუმრები კიდევ უფრო დიდებული გყავდეს. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პოდკასტ კონტინგენტს სტუდიას, რომელიც გვეხმარება ჩვენ და იწერს ჩვენ ყველა ეპიზოდს. დიდი მადლობა, ეხლა კი შეგვიძლია დავიწყოთ. გივი ვუერთდები შენს ყველა მადლობას მეც მინდა დავაფიქსირო. გაგვიხარდა ძალიან 5000 რო გადავწყვეტ. კი, ძალიან კაი იყო. კარგი. სასიაოვნო შეგრძნება. კი. დღეს გვაქვს დიდებული წიგნი მოტანილი. სიტყვა დიდებული ალბათ საუკეთესო შეფასება რაც კი შეიძლება იყოს. იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა, Thinking Fast and Slow, დანიელ კანემანის შედევრი ქცევით ეკონომიკაში და არა მარტო ალბათ ადამიანის გონების და ადამიანის ქცევის შესწავლის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა საუკეთესო წიგნი თანამედროვეობაში. ხო, წარმოუდგენელი წიგნია მართლა ეხა თან შენგან გასხოვებით მე ეხა წავიკითხე, ანუ ბევრი წელი ვიცხოვრე ისე რომ არ მქონდა ეს წიგნი წაკითხული, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი რომ არსებობდა და არ იყო ეს რაღაც სიურპრიზი და აღმოჩენა. ეხა წავიკითხე რეალურად იმისათვის რომ მზად ყოფილიყავი აზრების გასაზიარებლად და მე ასეთი ძლიერი ნაშრომი მე არ ვიცი. საოცარი წიგნია. სხვა ჩვენს ძალიან სასაცილო ეხ გამახსენდა ერთ-ერთ გამახსენდა რა შენ იმასკენ ჩამიგდე. ერთ-ერთ გამოხმეურებაში არ მახსოვს ვინ გამოეხმაურა ამ წიგს კრიტიკა არ დავარქვათ მაგას რა ხო აი მაგას რეცენზიაში მან დრო უწერია რომ გარდა იმისა რომ საოცარი წიგნიაო და ნობელის პრემია მიივეცითო პლუს კიდევ პულიცერის პრიზი უნდა მიგვეცაო ისეთი მაგარი დაწერილია და მაგრად მოხდა მართლა საოცარი საკითხავი წიგნია. კი, კაი დაწერილია ამ წიგნმა გაგვაცნო მე პირადად და შენც და ალბათ ყველას ვინც აიკითხა. როგორც თვითონ ავტორი უწოდებს, ჩვენი ტვინის სისტემა 1 და სისტემა 2, ანუ რატომაც ქვია იფიქრე სწრაფად და იფიქრე ნელა არის, რომ სისტემა 1 არის ჩვენი სწრაფი ტვინის ნაწილი, ანუ ტვინი რომელიც სწრაფ რაღაცებზე რეაგირებს, კერძოდ არის ავტომატური, ძალიან მცირე ძალისხმევა ჭირდება და ეგეთ რაღაცებს არის პასუხისმგებელი, რომ მაგალითად ერთი საგანი რომ მეორეზე შორს არის, მაგას სისტემა 1 აფიქსირებს. ბგერა საიდან მოდის მაგას სისტემა 1 აფიქსირებს. ფრაზას პური და მაგას დაასრულებს სისტემა 1. და ასევე აი ხა აგრესიული ნოტა იქნება თუ მოსიყვარულე. მოკლედ საუბრის ტემპს და ტონს და მასზე შინაარსის მიწებებაზე სისტემა 1 და სისტემა 2 არის, რომელიც დაძაბვას უზრუნველყოფს, დაფიქრებას უზრუნველყოფს და როცა მას საჭიროება დგება, მაშინ შემოდის მოკლედ მოქმედებაში და სისტემა 2 არის რავი შოულზე სწრაფი ნაბიჯით სიარული მათ შორის ჭირდება ძალისხმევის დატანება და სისტემა 2-ის ჩართვა
სათანადოდ მოქცევა თავისი ეს ვთქვათ სვლით არ შემოდის, უნდა შემოიყვანო ყურით სისტემა 2 რეალურად, ხო, რა. დაფიქრება და რაღაცნაირი და ისჭირდება. მაგარი ზარმაცია პლუს კიდე და გეწინააღმდეგება, არ მინდა მე დღეს დაფიქრება ეგეთი ვიღაცა. კი, სუპერ ზარმაცი არის და მაგიტომაც ისეთი არის რა, ყურადღება გამამახვილებინა იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის დაფიქრება, შენელება და ამ ხმის, რომელიც სისტემა 1 გეუნება, რომ აი ესექენი, ცოტა ხანი იგნორირება, რომ ჩართო ეს შენი სისტემა 2 და რეალურად გაანალიზო შენ გარშემო რა ხდება და რა ვითარება არის, რომ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა და მაგაზე წიგში არის ძალიან კაი მაგალითი, რომელზეც უცაბედად მეც გავხვდი მსხვერპლი არა და უმარტივესი მათემატიკური ამოცანაა მე დღემდე მსხვერპლი ვარ. მე ეს მაგალითი ვიცი, ოღონდ სხვა აჭრილიდან ვიცი. ძალიან დიდი ხანია და პასუხი ვიცი და ყოველთვის ამ მაგალითს რო ვკითხულობ, ვიცი რომ პასუხი არის ეს, მაგრამ სისტემა 1 ავტომატურად, ჩემდაუნებურად პირველი მეუნება რომ პასუხი ის არის. აი, საოცარი მაგალითია. მაგალითი არის ესეთი, რომ ბიტა და ბურთი ჯამში ღირს $1 და 10 ცენტი. ბიტა ბურთზე $1 მეტი ღირს და რამდენი ღირს ბურთი და სისტემა 1 ეგრევე გეუნება 10 ცენტი. წამსაც 10 მითხრა. ეხლა რომ მეუნებოდი 10 მითხრა. არ არის 10 ცენტი, არის 5 ცენტი და მარტივად რო ჩანს ამ ფორმულაში, მოკლედ გამოვა რომ 10 ცენტი არ გამოვიდო და ეგ საქმე. ხო და ეგ მაგაზე, აუ პირველი რაც გახსენდება არის ის, რომ რამდენჯერ მიგვიღია ემოციური გადაწყვეტილება, უცებ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიგიღი ან რეაქცია გაიკეთებია რა. მე თვითონ საქმიან გარემოში რა და შემდეგ უკვე რამდენჯერ მოგვსვლია რომ ხო ეს ალბათ ჯობდა ესე მექნა ან ასე შემდეგ რა. ხო, ეგ არის კი ყოველთვის სრულიად სხვა ოპერიდან არის ეხლა რასაც ვიტყვი უბრალოდ წიგთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ძალიან მახალისებს ეგეთი გამოთქმა, რომ რაც თავში მოგივა ეგ არ თქვა პირველი, მეორე რაც თავში მოგივა ეგ არ თქვა, მესამე რაც თავში მოგივა ეგ არ თქვა და ანუ მეოთხე შეგიძლია თქვა, ანუ იმდენი დრო გაქვს უკვე ნაფიქრი, რომ სისტემა 2, ნუ ცოტა თუ მოინდომე, ჩაერთვება და დააგილაგებს რა უნდა თქვა. ეგ ის არის. რჩევა არის ხანგრძლივი ცოლქრობისთვის. ეხლა გამახსენდა საიდან არის. ქვრისთვის რჩევაა, რომ პირველი რაც თავში მოგივა არ თქვა და ასე შემდეგ. კაი არის, გამახსენდა მე სადღაც უსმენდი მაგას. TikTok-ზე სადღაც. კი. მან პირველი რაც შემოდის ამ წიგში ცნება ერთ-ერთი რა არის პრაიმინგი. ქართულად წიგში არის როგორ წერია? პრაიმინგი წერია, მე როგორც პრაიმინგი წერია, მაგრამ მე არის განმარტებასავე დამატებული, რომელიც არის ხო შემზადება რა. და ეს პრაიმინგი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ტვინი ავტომატურად იხმობს მეხსიერებიდან ყველაზე ადვილად ამოსახმობ, ასე ვთქვათ, რაღაცა მოვლენას რა. კერძოდ მაგალითი ეგეთი იყო, ეგეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომ სტუდენტების ერთ ჯგუფს წააკითხეს სიბერესთან დაკავშირებული სიტყვები. ეხა ამერიკულ კულტურაში შესაბამისად გამოვიდა ფლორიდა, გულმავიწყი, მელოტი, ჭაღარა და დანაოჭებული. ხო. და მეორე და უთხრეს რომ ამ 5 სიტყვიდანო 4 სიტყვიანი წინადადება ააგეო, რა. ანუ ყაცა ამუშავეს, მოკლედ ამ 5 სიტყვაზე აფიქრეს ბევრი. ისე რომ სიტყვა სიბერე საერთოდ ხსენებული არ ყოფილა რა. და მეორე ჯგუფს 5 სხვა სიტყვა მიცეს, რომელიც არ იყო საერთოდ არანაირად დაკავშირებული ამ სიბერესთან და მათაც იგივე დავალება მიცეს, რომ მოკლედ გააკეთეო ეს რაღაც 4 სიტყვიანი წინადადება ამ რაღაც 5 სიტყვიდან. და მე რომ მორჩენ ამას უთხრეს, რომ აი ხავ კორიდორშიო გადითო და იქით რაღაცა სხვა ოთახში შედითო და მე გაზომეს სისწრაფე, რა სისწრაფით მიდიოდნენ ეს ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფი და მოკლედ ის ვინ სიბერესთან დაკავშირებულ სიტყვებზე მუშაობდა, უფრო ნელა მიდიოდა. ხო და მაგის კიდე უფრო პრაქტიკული და ისეთი მაგალითი, რომელმაც ცოტა თვალი ამიხილდა და ჩვენ დღევანდელობასაც შეიძლება ძალიან მოერგოს კი არა და ძალიან მოერგობა არის, რომ არჩევნებში კანდიდატები, რომლებიც ლაპარაკობდნენ სასკოლო რეფორმებზე, ხო. იმ კანდიდატებს უფრო მეტ ხმას აძლევდა ის ხალხი, ვინც არჩევნების დღეს
სკოლაში იყო? საქმე ქონდა სკოლასთან რამეს, ან სკოლასთან დაკავშირებული ნივთები იქნება ეს, თუ თვითონ სკოლა იქნება ეს, თუ როგორ რაც კი რამე ასოციაციას და შეკავშირებას შეიძლება გამოეწვია სკოლასთან, სტატისტიკურად იხრებოდა მათი არჩევანი იმ კანდიდატებზე, რომლებიც სკოლის პრობლემების მოგვარებას პირდებოდა. და თვითონ საარჩევნო ოლქის მოწყობად სკოლაში ერთ-ერთი ხრიკია, როგორც მახსოვს, მაკედან. კი, სკოლასთან გაკეთებული საარჩევნო უბნები იწვევს იმ კანდიდატებისკენ ხრის უფრო მეტად ხმას, რომლებიც სასკოლო რეფორმებს პირდება. ანუ ამ შემთხვევაში ეს უფრო ამერიკული გამოცდილება და რეალობაა, მაგრამ ხო, ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ არ დაგვითვლია უბრალოდ არ გავიკეთებია თორე ამერიკული რეალობა რა არა, კი რა აპროტესტებ, უბრალოდ მაგალითი ამერიკულ რეალობაზე დაყნობით არის მოყვანილი წიგში თქო რა. ხო და მარკეტინგში გამოიყენება ხშირად ეგ ამბავი. ძალიან. ხო და მე ხო ფიქრობდი მაგ პრაიმინგის კარგ მაგალითს რა. მოიცეთ ეხლა ჩავერთვები არ მინდა შემეშალოს. ძალიან გაავს სიმართლე გითხრა პრაიმინგს, მაგრამ არ მინდა შემეშალოს, შეიძლება სხვა რომელიღაცა ბაიესი როგორ არის ნათარგმნი გეხსოვნება? აუ არ მახსოვს ბაიესი რა. confirmation bias მაგალითად არის ნათარგმნი როგორც დადასტურების ესა რა ქვია. ტენდენციურობის დადასტურება რა. ოკეი, კაი, მიშობა არ ხო, ერთ სიტყვა როგორ ჩანს არის. მიკერძოება. ბაიესი არის მიკერძოება. კი, მიკერძოება. ხო და შეიძლება მიკერძოებაა, შეიძლება ევრისტიკაა, როგორც ამბობენ, მაგრამ აღარ მახსოვს რომელია, მაგრამ ის არის ძალიან მაგარი. ადამიანებს, სტუდენტებს თუ ვიღაცას იმაზე რა ქვია, ორ დაატრიალებენ რულეტკას თუ რა ქვია რა. სულ ორ რიცხვიან რულეტკას რა. ერთი არის რაღაც 68 თუ რაღაცა და მეორე არის 10 რა. და მე კითხავენ რომ გაეროშიო აფრიკული ქვეყნებიო რამდენიაო რა. ვისაც 10 ამოვიდა, ყველამ თქვა გაცილებით უფრო ახლოს 10-თან და ვისაც 68 ამოვიდა, ყველამ თქვა გაცილებით უფრო ახლოს 68-სთან რა. მე მგონი ეგეთ ღუზის ეფექტი ქვია მაგას, რომელიც კავშირში არის ამ პრაიმინგთან, ეგეც ასოციაციის ნაწილი არის რა. ანუ ეგ ეფექტი, რომელიც ჩვენ ვიხმობთ ადვილად, კი არა, ყოველ ადვილად მეხსიერები და მოკლედ რას ყველაზე ადვილად და უახლოესი არის იმის მოხმობის ტენდენციურობა არის რა. ანუ და შესაბამისად თუ ჩამიჯინეს მე რიცხვი, ანუ ჩამიჯინეს ცოტა ისინი თქვენ, ანუ თუ ჩამიჯდა მე რიცხვი 10, შესაბამისად, როდესაც არ ვიცი სწორ რეალური პასუხი, ვარაუდის დროს მაქსიმალურად მაგ რიცხვთან მიახლოებული მახსენდება რა. 65 და 10 იყო ეგ რიცხვები და ხო ეგ რაღაც ბედის ბურბალი თუ რაც თქვია ბურბალი ტრიალებდა მოკლედ და ანის ამოდიოდა ან ეს იყო ეს ჩაწყობილი იყო მოკლედ თან 65 ამოდიოდა ან 10 რა. ხო და ეგ ღუზის ეფექტი არის, ნუ რავი, კლასიკური მარკეტინგული ხრიკი არის რა, ღუზის ეფექტი, იმიტომ რომ მათ შორის მაგ ეფექტს იყენებენ მოლაპარაკებების დროს, გაყიდვის დროს, ანუ წინასწარ რაღაცა რიცხვზე შემზადება. ფასის ამბავში იქნება ეს თუ რაღაცა და ხო გასულ მოგიყევი ეგ და კიდე მოგიყევი. ეგ ხა აუცილებლად საოცარი ისტორიაა. ამაზე რომ ემზადებოდი ამ ღუზის ეფექტზე რომ ვიღილავდი მაგალითებს რომ ვიღებდი წიგნიდან იგრევე გამახსენდა უცებ მომენტი, როდესაც თავის დროზე ერთი ჩემი თანამშრომელი იყო და საუბარი ჩამოვარდა მოკლედ რა სახლის ყიდვაზე რა. და მიყვება რომ აი მე ვიყიდეო იქაო რა ქვია, სადაც მე ვიყიდე მაშინ იმ უბანში მოკლედ სახლიო და რაღაცა ფასებზე ვლაპარაკობ და აუ არაო კაცო მეო მოკლედო 80 მივეციო და მაგარი ისტორია მაქვს მაგაზეო რა. რა მეთქი და მოკლედ რომ მივედიო თავიდანო. ის გამყიდველი ვინც იყო, მე პატრონე სახლისო, ის ვაფასებდა 100-ო რა და ნუ არ მქონდაო რა 100-ის ბიუჯეტიო რა, მაგრამ ნუ ეხლა კაი სახლი იყო და რავი რა, ცუდი ფასი ესე არ უთქვიაო რა. მაგრამ ნუ არ მქონდა მე ბიუჯეტიო და მოკლედ არაო რა, შანსი არ მაქვს რა, მაგდეს ვერ გადავიხდიო და წამოვედიო და ჩემ მეგობრებსო და ახლობლებსო, მოკლედ რამოდენიმე 4 თუ 5 აღარ მახსოვს, ვთხოვეო, რომ ამ განცხადებაზე დაერიკაო. ზოგი მივიდაო, ზოგმა ტელეფონით ელაპარაკაო და როგორც კი ის ეუნებოდა ფასო, ესენი მეუბნებოდნენ რა ამბავია, 80-ზე მეტის გადამხდელი მე ამაში არ ვარო რა. და ეს 80-ზე მეტის გადამხდელი არ ვარეთ, 4 თუ 5 ადამიანი მიუგზავნა და მე ერთ კვირაში მივიდა თვითონ, რაღაცა ემათი რომ მორჩე. მალევე მივიდა ეს თვითონ. მოკლედ 80 მაგ და თუ გინდა ვიყიდი ეხლავეო და ის ხალი დათანხმდა. ხალი კაცი არ მახსოვს, მოკლედ 80. საოცარი ისტორია. ეფექტი ჩაატარა ისეთი რომ აუ ყბა დაღებული უსმენ. საოცარი. და ეგ კინოა თუ იცი, არ ვიცი, ეგ კინო იცი? აღარ მახსოვს სახელი, მომიყვენ მეც რა.
აფერაზე არის რა, თუ რა თქვი, გაფერა, ქართულად როგორ არის რა? გაფერა, მაგრამ აფერაზე მოკლედ რაც აფერისტებზეა მოკლედ რა, საუბარი. და ვიღაცის ეგ ეხა მოვყევით 45 მეზე არა, ეგ მაგალი რა აფერისტები, ეგ კაცო ექსპერიმენტი იყო კაცო, ეგ აფრიკის იმაზე. არა, სხვა რამეს გეუბნები. აბა? ფეხბურთელის ხო და ეხლა როდის მოვყევი პოდკასტში, მოგიყოლია და წინა პოდკასტზე თუ რაღაცაზე მოვყევით, ოღონდ არა გადაღებაზე საუბარში. რა მნიშვნელობა კაცო, მოსაყოლი არის ღუზის ეფექტი ეგ ზუსტად კაცო. ვინც მოგიყვა ის გაგახსენე. ხო და რომელი იყო ეგ? რა იყო ეგ? Will Smith-ი და ის თამაშობენ. ეხლა დამავიწყდება მაგოგოს. მარგო რობი და Will Smith-ი თამაშობენ. აი ხო, გამახსენდა ეხლა ისტორია როგორ იყო. ხო და ესა აფერისტები არიან რა და ამერიკული ფეხბურთის თამაშზე შევლენ VIP ბოქსში, ლოჟაში, არ ვიცი რა ქვია. და იქ ანუ ეს მთელი ერთი კვირა მოკლედ მწყემსავენ ძალიან დიდარ აზიელ ადამიანს, რომელიც არის ძალიან აზარტული რა. და ნუ შეუკავებელი ისა აქ ტოლვა ყველაფერზე სანაზლეო დადოს რა. და Will Smith-ი გააცხადა საუბარში რაღაცაში, სრულიად სულელურ სანაზლეოებს დაუდებს და წააგებს ყველას რა, თავიდან დაიწყება რაღაც $100, 1000, ბოლოში 200,000 წააგებს რაღაც. მოკლედ დადგამენ იქ სცენას, რომ დედა როგორ შეიძლება ეს ცოლი თუ ხალი რაღაც აჩერებს რაღაცა და ბოლოში დამთავრდება იმით, რომ Will Smith-ი ეუბნება, რომ აი ჩაიფიქრეო ეხლა შენო ფეხბურთელიო შესვენება ამ დროს თამაშზე რა და იმ ფეხბურთელის მაისურის ნომერს გამოვიცნობო რა და 5 მილიონს გაუმაზავს კაი სიტყვა ეხა აქ რა 5 მილიონს და გამოიცნობს და მე ერკვევა როგორ გამოიცნობს რა მთელი ერთი კვირა რო ვთქვი რომ წემსავენ რა ამ აზიელ ბიზნესმენს ყველგან რაღაცა ფორმით 55-ს ანახებენ რა აი 1000-ნაირი სულელური ფორმით რავი დაწყებული იმითი რომ რაღაც არპრიზის გამწმენდი ბიჭს აცვია ასევე მაისური 55 და აი და ჩაუსვამენ ტიპს რომ ჩაეფიქრებინა 55 გარისკავს და 5 მილიონს მოუგებს საოცარი ისტორია გახდა და ეგეთი რაღაცეები მოლაპარაკებების დროს არის განსაკუთრებულად ეფექტური და ეწერა კიდევაც იქ ხო წიგში და ისედაც პრაქტიკაში რომ გავიხსენო რამხელა მნიშვნელობა აქვს საწყისი ფასი რა ვარდება მოლაპარაკების დროს რა შესაბამისად ყველა ვარიანტში შენი უპირატესობა იქნება თუ მოლაპარაკების დროს შენთვის სასარგებლო მხარეს თუ დაბალი ფასი გინდა მაქსიმალურად დაბალს და თუ მაღალი გინდა მაქსიმალურად მაღალს რაც შეიძლება მალე ჩააგდებ იმიტომ რომ მაგის მერე მოლაპარაკებები მაგის გარშემო ალბათობა რომ მაგ თანხასთან ახლოს დატრიალდეს უფრო მეტი. თუმცა ამ წიგში ეწერა ისიც რომ მეორე უკიდურესობა არის რომ მეორე მხარეს თუ იგივე საკეთებს და ძალიან დაბალ ღუზას ჩააგდე და შენ ძალიან მაღალი ღუზა ჩააგდე, მან ძალიან რთული არის მერე მიახლოება. და მაგდროს გეუბნება რომ ჯობიაო რომ მაგდროს აღარ გააგზელო ვაჭრობაო, იმიტომ რომ ტყვილი არაეფექტური იქნებოდა. რამე ეგეთი ეხლა რომ გაიხსენო გახსოვს რაღაცა ამ ღუზიდან გამომდინარე მაგ ღუზიდან გამომდინარე ვცდილობ გავიხსენო და ნუ რა თქმა უნდა მივედი ამ ჩემ ნებისმიერ უძრავი ქონების შესაძლო ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით რა. აი ვიხსენებ რამდენად ღუზა იყო, მაგრამ იცი აი მე გამიჩნდა რა განცდა გამიჩნდა როცა ამას ვკითხულობდი რა. ანუ საბაზრო ფასი ხო გიქმნის რაღაცა წარმოდგენას რა და ამიტომ ცოტა გამიჭირდა ღუზასთან დაკავშირება ამის. პირობითად რაღაც როდესაც ახლი თუ ბინა ვიყიდე თავის დროზე, ის ჩემჭკუაში იყო საბაზრო ფასთან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში. ანუ გულისხმობ რომ ჩემჭკუაში იყო საბაზრო ფასზე ოდნავ ნაკლები. ამიტომ გამიხარდა როდესაც იმ ფასად მივიღე ან არ მივიღე, მაგრამ ეხლა გამახსენდა. მეორე გამახსენდა. ხო და რის თქმა მინდოდა, იცი ამას რო ვკითხულობდი, მივხვდი რომ საბაზრო ფასი თუ ესეთია როგორ თქვა არსებობს, იქ ძალიან ძნელია, ჩემი აზრით, უფრო ამ ხრიკის გამოყენება შედარებით რა ლიკვიდური ბაზრისთვის ესე ვთქვა. ნახე, იქ არის ლიკვიდური ბაზარი ერთი და მეორედი შენ რას ეძახი საბაზროს შენ რო შეხვალ სიტყვა და საქმეზე და 4 ბინას რო თვალს გადაავლებ და იმათ ფასს რო ნახავ და რო ჩათვლი რო ეგ არის საბაზრო ფასი ეგ ჯერ ეგეთი არ არის საბაზრო ფასი იმიტომ რომ ძალიან ცოტა ტრანზაქცია არის ერთი მეორე ზუსტად იგივენერად მუშაობს საბაზრო ფასი როგორც ღუზა რა შენ იცი რის გარშემო უნდა იტრიალო რა ეგ მაგას ვთვლაბ რა თავარი მაგ საბაზრო ფასის
ეფექტს საიდან იღებ რა? იღებ შენ თვალი გადავაოლე სიტყვა და საქმეზე, იქ 2-3 ბინა პირველივე გვერდზე რაც მომხვდა, ეგ ვნახე და მე მაქედან ჩავრთე რა, აღვიქვირო თურმე ეგ არის საბაზრო ფასი თუ საბოლოო ჯამში არ ვიცი რა 1000 სხვა გზიდან მიიღე. ეგ ან მე კი არ ვიზახი რომ სკორპლი ხარგინა თუ არ თქო საბაზრო ფასი კაი რაც უფრო ლიკვიდურია ბაზარი მით უფრო ახლოს არის და საბოლოო ჯამში სხვა მეთოდი არც კი გვაქვს ეხა დადგენი. ხო, ეგ არის სხვა როგორ უნდა გაიგოს თემა, მაგრამ იცი რა გამახსენდა ეხა რომ ელაპარაკ. მანამდე არ გამახსენდა, ეხა გამახსენდა ისე უძრავი ქონება, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ ჩვენი ასე ვთქვათ ოჯახის საერთო უძრავი ქონება რა. იქ ფასი ვთქვი ჩვენ, ანუ მე თქვი ფასი რა. და ამ ყიდველმა რა ძალიან დიდხანს რა, საკმაოდ დიდხანს იარა და გამოხატა სასწაული აღფრთოვანება და უკვე სად ვიყავ, ვიცი რომ აი მეთქი ეგ არის გაყიდულია ამ ფასად და ნუ აი მაქსიმუმ რაღაც 5% შეიძლება აი ლაპარაკში დამაკლებინოს და მე მახსოვს რომ დაიკარგა ტიპი, აი საერთოდ დაიკარგა, მაგრამ ნერვიულდი, იმიტომ რომ ნუ მნიშვნელოვანი იყო მაშინ ჩვენთვის რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო თუ რაღაცა და მოკლედ სადღაც 2 კვირაში გამოჩნდა და 50 კაი ზედმეტი მომდის 40%-ით ნაკლები ფასით მოვიდა ტიპი რა. და აი მახსოვს რომ აი უცებ დამენგრა თავში ყველაფერი დამენგრა რა, აი საერთოდ დამენგრა ყველაფერი და ყველა სასაცილო ისა რომ 40% დაბალ ფასად იმან წაიღო რა. მე ვერაფერი ვეღარ ვქენი რა. ეხლა მეორეა რომ შეიძლება რაღაცა უფრო დახელოვნებული რო ყოფილიყავი ვაჭრობა დავარქვა და მოლაპარაკებების აი მასში რა ქვია ტექნიკაში შეიძლება რაღაცა უკეთესი გამოვსვლოდა, მაგრამ მახსოვს რომ თავისი გაიტანა რა, თავიზე მეტი გაიტანა. ოღონდ ეხლა ამახსენე ძალიან უცნაური რამ ექნა რა, აი შენ მაგალითზე უცნაური რამ ექნა რა ტიპმა რა. რა ჩემ მაგალითს რომ მოზე. შენ რომ მოიყვანე 180-ის მაგალითი რომ მოიყვანე რა. მაგრამ მე მგონი რაც გააკეთა არის ის რომ დაიკარგა მაგითი ჯერ ერთი თვითონ გადახარშა კარგად, მეორე ერთი შენ აგანერვიულა, იმითი რომ დიდი ხანი არ ჩანხარ და საბოლოო ჯამში ჩვენ მაშინ პროსტა გვეჩქარებოდა მახსოვს და ამათიდან გამომდინარე არ ვიცი ბარგეინინგ პაუერი როგორ არის, მაგრამ მოკლედ ვაჭრობაში უპირატესობა ქონდა თალსაყად ქონდა მანდ ვინც იყო, ლიკვიდური ეგ აქტივი არ იყო. აი ლიკვიდობაზე გამახსენდა ეხა ეგ ისტორია. ხო, ყველაფერი მიწყობილი იყო. აი პრინციპში არჩემი ფასი იყო ახლო საბაზროსთან, არც იმისი, იმიტომ რომ არ არსებობდა ბაზარი. სახლი იდგა იმ ადგილზე რა საბაზრო ფასი მაგას ვამბობ რა. ანუ საბაზრო ფასი გეხმარება მაგ დროს თქო რა, მაგის თმა მინდა. ამისად მან ცოტა სხვა რამე იყო, თუმცა მან ეგ გამოიყენა რა, ანუ ის რომ შენ დიდი ხანი არ გამოჩნდა და აგანერვიულა, ეგ იყო იმის წყარო, რომ აი მე დედა ხე სულ არ დავკარგო, იმიტომ რომ მე მეჩქარება და თან ხვდები და შენ რო ალტერნატივები გააქვს, მაგ დროს ადვილად ვიძახი არას რა. კარგი ალტერნატივები. დაზე მინდოდა კაც თამავისდა, რას მინდოდა? ამ ხუზაზე ხო, მე მქონდა ეხლა რომ ვიხსენებ რეტროსპექტივაში რა, ორივე კომბინაცია იყო თან ეს bargaining power-ის, ანუ მოლაპარაკებების რო ზალა საით იყო, მაგრამ ფასის ჩაგდება რა, რომ არა, ანუ ეს ამდენი ღირს და რა ქვია, take it or leave it თუ რაღაცა სიტყვა რა, მაგდროს ავტომატურად გაგდებს იმაში, რომ აი სხვა, ანუ მე რო რაღაც ბიზნეს გარიგება იყო მოკლედ რა და ანუ მე რო მინდოდა 200,000 იქ დაიდო ფასი 90,000. ანუ ძალიან დიდი სხვაობა იყო და მან შეუძლებელი მოლაპარაკება ხდებოდა რა, მაგრამ იხანდელი გადმოსახედიდან რეტროსპექტივაში რა, საერთოდ არ უნდა მეჩქარა და საერთოდ არ უნდა წავსულიყავი მაგ ამბავზე. მაგრამ ის ეგრეთ წოდებული ღუზის ეფექტი ის რომ მან ეს ჩააგდო ეს ფასი. და ეხლა იმის გარშემო ძალიან ძნელი არის მე სხვაგან ახვიდე თუ შენ მხარეს არ არის მოთმინება, ძალა და ასე ვთქვათ კონტროლის თუ რაც ქვია მაგას, არ ვიცი რა ქვია მაგას. მოკლედ ეს ბერკეტი იმისა რომ რავი არ გინდა და ნუ გინდა თქვა, მაგდროს ეგ რთულდება რა, არ ვიცი რამდენად ღუზასთან არის ეგ კავშირში, მაგრამ მეც ახლა ის რაც მოვყვევი, ეგეც არ ვიცი რამდენად ღუზასთან არის კავშირში, მაგრამ უფრო იმიტომ მოვყვევი და შენი მაგალითის მე მგონი უფრო იმას ამბობს, რომ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს ნათქვამ, პირველად ნათქვამ ფასს რა. ეგ არის. ხო, მთელი იდეა ეგ არის. საბოლოო ჯამში შეიძლება ცოტა ცუდი მაგალითები მოვყვევით კლასიკური თვალსაზრისით, მაგრამ კლასიკურზე ეხა თვითონ ეს რა მაგალითად წყვება ძალიან ვიცინე მეც ამ მაგალითზე რა. ადამიანებს ეკითხებიან რომ გერმანული მანქანა 150,000-ზე მეტი ღირს თუ ნაკლებიო.
იმათ მათქვეს 150.000-ზე მეტის ფარგლებში პირობითად რა. მეორე ჯგუფს კითხეს 30.000-ზე მეტი ღირს თუ ნაკლებიო, იმათ მათქვეს 30.000-ის ფარგლებში და ერთ-იგივე გერმანულ მანქანებზე ორმა სხვადასხვა ჯგუფმა აბსოლუტურად სხვანაირად იყოს. მან თემა იყო რომ მანქანები იმ ჯგუფს, რომელსაც 150.000 ღუზა ჩაუგდეს მანქანის ფასზე, თუ პირიქით იმ ჯგუფს, რომელსაც Mercedes-ზე და BMW-ზე და რაღაცაზე ელაპარაკებოდნენ, ისინი ასახელებდნენ მე მაგ მარკებს. ანუ ფასიდან გამომდინარე, რომ იმ ხო, სწორი, აი მახსოვს და მიწერია. ხო, იმ ჯგუფს, რომელსაც ის ფასი ღუზა ჩაუგდეს 150.000, იმ ჯგუფმა გაიხსენა პრემიუმ კლასის ავტომობილები და იმ ჯგუფს, რომელსაც ჩაუგდეს 30.000-ის ღუზა, იმ ჯგუფმა გაიხსენეს ეგ არის უკვე რა ქვია, ხელმისაწვდომობის ევრისტიკაში გამოდივართ ანკორინგში ეს, ანკორინგის მაგალითი. მან ღუზაში იყო ეგა? ღუზის მაგალითი ეს. ანუ საბოლოო ჯამში გაიხსენეს ის მანქანები, რომლებიც 30.000-ზე მეტი ღირს, ანუ 30.000 ფარგლებში, მეორე ჯგუფმა გაიხსენა 150.000. ხო, ეგრე, მანდარი 100-დან 150.000 უგდებდნენ რიცხვს რა და ისინი იხსენებდნენ მე პრემიუმ მანქანებს. კი. ხო და იგივე არის რა, ანუ შენი მეხსიერება ავტომატურად უკვე 150.000-ში მაგის გარშემო იწყებს ფიქს და მანქანებზე რო გეკითხებიან, მე გახსენდება მაგ ფასის მანქანები და არა სიტყვაზე ვიზახი რაღაც Volkswagen-ები რა, აი გამბავია. ხო და მაგას ვუძებ მარკეტინგი იქნება ეს, გაყიდვები იქნება ეს თუ მოლაპარაკებები იქნება. სერიოზულად ძვირფასი ინფორმაცია არის იმისათვის, რომ შეთავაზებიდან დაწყებული ვაჭრობაში ღუზის პირველი ჩაგდებიდან დამთავრებული გამოიყენო და შესაბამისად მე იმას ხნა რა. აუ მარკეტინგზე გამახსენდა. იცი რა მომეწონა რა მაგალითი და რა დამაფიქრა ძალიან Apple-ის მაგალითმა რა. რომელმა? $999 მოდელით რო იწყებენ ასე ვთქვათ რა და მე უკვე 799-იანი მოდელი რო IAPI კაი ფასი გეჩვენება რა. ეგ არის ეგეც ღუზის ეფექტი არის რა. არ მიფიქრია მაგაზე არასდროს. ნახე მან არის ეგეთი რაღაცა ვიცი ერთი. მათ შორის სამი პროდუქტის შეთავაზება როცა გააქვს რა. და პლუსები რა არის სამი პროდუქტის შეთავაზებებს. აი ყავა არის ყველაზე მარტივი რა. ხო, პატარა, საშუალო და დიდი. ხო. შენ სხვაობა რაც გააქვს შუასა და დიდ შორის და შუასა და პატარა შორის განსაზღვრავს რომელი უფრო მეტი გაგიყიდება. ანუ თუ შუა არის უფრო ახლოს ფასთან, დიდის ფასთან, დიდი უფრო მეტი იყიდება რა. თუ შუა არის უფრო ახლოს პატარას ფასთან, შუა უფრო იყიდება რა, იმიტომ რომ ის უფრო კარგ ხელსაყრელად ჟღერს, რა ქვია, ასე ვთქვათ. გარიგებად ჟღერს რა და მაგას არეგულირებენ, რა მაგას იყენებენ ხშირად ძალიან. იმიტომ რომ ის ზედა როგორც წესი, მაინც ყველაზე ცოტა იყიდება ხოლმე და იმ ზედას იყენებენ როგორც ღუზას. რომ ანუ ის ქმნის რაღაცა. ეს ყველაზე ძვირიანი არის და მე ამ ორ პროდუქტს ან გახდიან იმასთან ახლოს ან IAP-თან ახლოს, რომ ისიც და ისიც საბოლოო ღუზად შეგიძლია გამოიყენო, IAP-ით შეგიძლია ღუზად გამოიყენო და დიდიც და მე შუა არის ხოლმე ის პროდუქტი, რომელიც ბესტსელერი არის რა და გააჩნია მე საიტკენ ჩააჩოჩებ, რომელს უფრო გადახრი რა. მოკლედ აი ეხლა ამას რო საუბრობთ რა, მთელი ამ წიგნის კითხვის დროს ის რა განცდაც ჰქონდა და პრინციპში თვითონ წიგნი რისთვისაც არის და როგორც არის არ ამტკიცებს რა ეს რომ ეს არის ვთქვათ აუცილებელი როგორ თქვა ანუ პირობო ჭეშმარიტება უბრალოდ გვეუბნება რომ ეს რო გვახსოვდეს ეს ყველაფერი საერთოდ რაზეც ლაპარაკობს ბევრად უფრო გაგვიადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას რა აი კანონებად არ არის მოკლედ იმის თქმა მინდა ეს გინდაც ეს ევრისტიკები გინდაც ეს რა ქვია ბაეზები ისევ დამავიწყდა არ არის მიკერძოები კანონებად არ არის აღქმული რა კანონებად არ არის იმიტომ რომ კანონებად რო იყოს აღქმული აზრი არ იქნებოდა მაგაზე ლაპარაკს ახლა როგორც მიზიდულობის კანონი არის მიზიდულობის კანონი და შენ გინდა სისტემა ორი ჩართე გინდა სისტემა ერთი ჩართე მაინც მუშაობს მაგრამ კანონი არის იმ კუთხით რომ შენ თუ სისტემა ორი არ ჩართიან გავარჯიშებული არ გაქან მაგაში დაყურებული არ ახარ ავტომატურად სისტემა ერთი გმართავს რა და შენ შესაბამისად რომ დაგიდებენ ამერიკანო დიდი 10 ლარი საშუალო 7 ლარი და IAP 6 ლარი შენ საშუალოს ყიდულობ რა გინდა თუ არა საშუალო მიუხედავად მაგისა რა ნახე რას გვიზი ხო იმიტომ რომ 7-თან IAP-თან არის ახლოს საშუალო და რაღა 6 ლარი პატარა ვიყიდო სულ ლარია სხვაობა და ვიყიდი დის და საშუალოს და დიდთან დიდი სხვაობა არის მაგრამ მე რო საშუალო გავაკეთო 9 ლარი IAP 6 ლარი და დიდი 10 ლარი
რავი, ბარე მაც გადავიხთი რა, ყველაზე ბეც მივიღებ და სულ ცოტა არის ხვაობა. მაგ ლოგიკას გირთავს, ეგ ლოგიკა მცდარი, იმიტომ საბოლოო ჯამში კითხვა მარტივი ისმის. რომელი ყავა გინდა შენ? ხო, მაგას ანუ ყავა რა გინდა? დიდი გინდა, ცოტა თუ გინდა გადაგიგდე ცოტა რა. მაგას ვამბობ, რომ ორივე მხრიდან მუშაობს, ხო, გამყიდველის მხრიდან ამის ცოდნა, ამ წესები დავარქვა. მნიშვნელოვანია კარგი მარკეტინგისთვის, ესე ვთქვა და მყიდველის მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი არასოდეს არ გადაიხადოს, იმიტომ რომ რავი, თუ პატარა ყავა უნდა, რას ფილოსოფოსობს, იყიდოს რა პატარა ყავა, ხო? თუ ეგ დაახლოებით იგივე რაც სეილზე როტაციას ყიდულობდა, როგორია რომ რა ვქო მაგარი გარიგება გააკეთე, იმიტომ რომ სეილი იყო რა. კი. კი ბატონო. ხელმისაწვდომობის ევრისტიკაზე იგივე კატეგორიაში არის. იგეც ანუ ესე ზუსტად ის სისტემა არის, რომ სისტემა ერთი ხელმისაწვდომ მეხსიერებაში ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ რაღაცა ინფორმაციას იღებს და მაგასთან მაგიდან გამომდინარე მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებს გაგებინებს რა და პირველი მაგალითი რაც მოყავს არის რომ 11 სექტემბრის მაგალითი მოხდა. ხო, ანუ სიხშირე რა, თუ ავიაკატასტროფა მოხდა და პრესაში აჭრილდა ყველაფერი და პრესა მაგაზე ლაპარაკობს, შენ გიჩდება შიში ფრენის. ოღონდ საერთოდ არაფერი არ იცვლება ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. რა, აი საერთოდ არაფერი. იდეურად რო წარმოიდგინო, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ფრენის ხალხს ეშინია, არის იმიტომ კი არა რომ ფრენა სახიფათო არის, ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი არის თვითმფრინავი. სტატისტიკურად კი. ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი არის რა, ანუ უფრო დაბალი შანსი არის რომ თვითმფრინავში რაღაცა დაგიმართოს, ვიდრე მანქანაში რაღაცა დაგიმართოს. ბევრად, არა, მანქანაზე ბევრად. ხო, მაგრამ არა ანუ მანქანაში ჩაჯდომის ხალხს ესე არ ეშინია რა. ხო. ხო და მაგის მიზეზი არის იმიტომ რომ თუ მოხდა ხდომილება, კატასტროფა ავია, ყველა ვარიანტში არის ხმაურიანი. ყველა ვარიანტში არის რომ მოცული არის და შენ მეხსიერებაში შესაბამისად გახსენდება არა ავტოკატასტროფები, არამედ გახსენდება ავიაკატასტროფები. ავტოკატასტროფები თუ შენ გადაგხდა, ცოტა ხნის წინ შეიძლება იგაგახსენდეს, მაგრამ ავიაკატასტროფები გახსენდება. იგივენაირი ხო და ეს ეხა რატო არის თან კარგი? ზუსტად იგივე თემა აქვს ატომური ენერგიას. ანუ ატომური ენერგია სახიფათოას ყველაზე უსაფრთხო ენერგია არის სტატისტიკურად რაც კი რამე გაგვაჩნია. მაგრამ ჩერნობილი საფრთხეა. სულ 3 კატასტროფა იყო ეს რა, იგი იყო კალიფორნიაში, იყო ჩერნობილი და იყო ფუკუშიმა ბოლო. მიუხედავად მაგ ყველაფრისა, ჯამში რო აიო. ყველაზე უსაფრთხო ენერგია გამოდის, ანუ მათ შორის გარემოსთვის, მათ შორის ადამიანური უსაფრთხოებისთვის. და რაც უფრო მეტად ეხა განვითარდა ტექნოლოგია, რაც ავდით კიდევ უფრო უსაფრთხო რეაქტორების გაკეთების საშუალება გვაქვს. ანუ მაგას გავანებოთ, მაგას მაგის შუა შევიდე. ზუსტად იგივე თემა არის მაგაზე, რომ პრესა არის გაჯერებული იმითი და შიში არის დანერგილი იმის, რომ ატომური ენერგია არის სახიფათო. და არ უნდა ხალხს რა, ანუ ეხა რომ მაგალითად აი ხვალო ინიციატივა წავიდეს, რომ ატომური სადგური უნდა ავაშენოთ. ახლო მახლოში, ქვეყანაში კი არა, ახლო მახლოში პანიკა არის რა. ანუ პრობლემაა ხალხში. არა და ეს აქედან გამომდინარეობს, რომ მეხსიერებაში პირველი რაც მოდის არის ის, რომ კატასტროფა რა, ჩერნობილი, იქ რავი, ფუკუშიმა, იქ რავი, კალიფორნია. აი ატომურ სვინჩივის ჰიდროზეც პრობლემაა. ანუ ერთი და იგივე რაღაცები და ეხლა მაგას რო აცნობიერებ, მე ხვდები რა, თან ეს ხშირად გამეორების ამბავი არის. ანუ რაც რო ხშირად გიმეორებენ რაღაცას, ერთი და იგივე ხდომილებას რო გაგიმეორებენ 700 ჯერ, ეფექტი შენ მეხსიერებაში არის 700 ხდომილების და არა ერთი ხდომილების. ეგ ეხა დავაკავშიროთ იმას თუ რანაერად იყენებენ პროპაგანდის დროს მაგას. და რამხელა ძალა აქვს გამეორებას და როგორ შეიძლება რომ შენ რეალობასთან შორს მდგომი ფაქტი ან რაღაც ხდომილება ჩაბეჭდო ისე გონებაში რომ ეს გახდეს რეალობა. და ეგრე არ არის ყველაფერზე ყოველთვის. სულ ყველაფერზე ყოველთვის ეხლა ნამეტანი ნათქვამი არის, მაგრამ არა, პროპაგანდის ნაწილში ვამბობ მე კაცო. პროპაგანდა მაგაზე არის დაფუძნებული. ეგ არის მთელი მაგის კვამიდან მთელი იდეა ეგ არის რა. კი, მაგაზეა დაფუძნებული. საერთოდ მაგის გაცნობიერება არის ძალიან ღირებული და მაგის დამახსოვრება რომ შენ შეიძლება ეხა ამ ინფორმაციის ნაკადით რაღაცა შენ აღქმაში ფუნდამენტურად იცვლება ისე რომელიც რეალობასთან ახლოს არ არის, ძალიან ისეთი კარგი შემახსენებელი არის. კი ბატონო. უბედური შემთხვევების დაზღვივის დროს ყოფილა ეგ ამბავი. ხო, სხვა შორის მე მან ისე ვიყავი. დავიწყე გახსენება რა, სადაზღვევო
ინდუსტრიის მიერ ამ მისი იკერძოების გამოყენების შემთხვევების რა და რაც კი არ მომივიდა თავში ჩვენ რეალობაში და როგორც ჩანს ბევრად უფრო აქტუალურია ბევრად უფრო დიდ ბაზრებზე ასეთი რამ რა. არა, მაგალითი იყო იმაზე რომ კომუნიკაციის დროს, ანუ უბედური შემთხვევის დაზღვევის რეკლამაში არ იყენებენ სტატისტიკას რა. ანუ დააზღვე ავტომანქანა იმიტომ რომ რაღაცა ან მიწისძვრისგან დააზღვე სახლი იმიტომ რომ ამდენი პროცენტი ეგ არ მუშაობს რა. ანუ გამოიყენებენ ერთ ოჯახს აიღებენ კონკრეტულად და გაჩვენებენ ოჯახი როგორ შეიძლება დაზიანდეს რა. და ეს ერთი ისტორია, ტრაგიკული ისტორია, მე შენ მეხსიერებაში უკვე აჩენს ამ იმას რომ უიმედე და ეს სახიფათო არის და ეს ხატოვანი სურათი თუ რა ქვია მაგას გებეჭდება. არა, ზუსტად მაგას ვამბობ, მე უცებ ვერ გავიხსენე ეგეთი მარკეტინგული კამპანიები თუნდაც ჩვენ ინდუსტრიაში თქო, ადგილობრივ ინდუსტრიაში შეიძლება მე ვერ გავიხსენე და იყო, მაგრამ მე ვერ გავხო, მაგას მე ვერ გავიხსენე თქო, მაგრამ სტატისტიკას რო არ იყენებენ, ცალსახე სტატისტიკა რო გამოიყენო, ძალიან რთული იქნება ეხა 0 რაღაცა პროცენტი შანსი და ალბათობა ძალიან ძნელი. ყველაზე კარგია. სტატისტიკურად დაზღვევა მომგებიანი არ არის და ვინც აზღვევს. იქ აქაც ეწერა არ ვიცი შენ გადააყარე თუ არა მაგას. გადავეყარე როგორ არა. სტატისტიკურად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში საზღვაო კომპანია ვერ მოიგებს. ხო, მთელი იდეა გარო არ იყო სტატისტიკურად. ხო, ანუ იმაზე მეც ფასი ხდი, ვიდრე სტატისტიკურად გადასახდელია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მარჟა არ რჩება რა. მაგრამ მანდ არაფერს არ ქველის, იმიტომ რომ შენ რეალურად საბოლოო ჯამში იზღვევ თავს იმ ხტომილებისგან, რომელსაც რო არ კონდეს დაზღვეული, უბრალოდ ვერ გაწუდებოდი რა. და მაგასაც თუ ვერო საკმარისი ფული მქონდეს იმას რომ მაგას გავწე, მე რეალურად არ დაასღვე მაგას რა. აი ხა შენ შეხე მაგა რაღაცას რა. მაგა რაღაცას ჩემთვის, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს ეგ ამბავი. მოკლედ და ამ დღეებში რამოდენიმეჯერ ვიკამათებიდავე არასწორია გამოვიყენე ასე ვთქვათ ეს კონცეფცია. მოკლედ ჩვენ ხშირად კი ძირთად უღურებთ ერთმანეთში რაციონალურს და გონივრულს რა. იგივე მომენტი არის. მაგიტო მომახსენდა რა, ანუ რაციონალური სრულიად სხვა რაღაცაა რა. რაციონალური არის მე როგორც გავიგე, აქამდე ეგრე არ მესმოდა ამ ციგნის წყალობით გამიშდა ეგ აღქმა. რაციონალური არის მათემატიკურად სწორი. გონივრული სხვა რაღაცა. ადამიანურად სწორი არის გონივრული. გონივრული არის ადამიანურად სწორი რა. და ნახე რა თემაა რა, ანუ სადაზღვევო პროდუქტი არის ყველა ვარიანტში მომგებიანი. რატო? რა ეზღვევი. იმიტომ რომ შენ არ გაქვს იმის საშუალება რომ ხტომილება დაფარო. ხტომილებისგან მიღებული ზარალი. მაგრამ თუ შენ გაქვს საშუალება რომ ხტომილებისგან მიღებული ზარალი უპრობლემოდ დაფარო, მაშინ დაზღვევის საჭიროება ბუნებრივად გიქრება რა. ანუ დაზღვევის არსი არის ის რომ მე არ მომიწიოს უცაბედად იმხელა თანხის გადახდა, რომელიც არ მაქვს რა. ხო, საბოლოო დაზღვევა სიტყვიდან გამომდინარე ხო არის ეზღვევი უბედური შემთხვევებიდან რა. ანუ შესაბამისად იგივე არის ბიზნესები ყველა აზღვევს, იმიტომ რომ ნუ რა შეიძლება ფულიც აქვს ყველაფერი აქვს, მაგრამ მისი აქტივები ერთიანად თუ დაზიანდეს, შეუძლებელია ვერც ერთი ბიზნესი მაგას ვერ დაფაროს, მაგრამ ეხლა რო წარმოვიდგინო, სიტყვაზე ვიძახი, დავაზღვიო, ტელეფონი, რომელიც ღირს 1000 ლარი, როცა შემოსავალი მაქვს თვეში 40000 ლარი, არ დავაზღვე, პროსტა არ გადავიქთი მაგაში პრემიას, მაგრამ სხვა შეიძლება აი ეხა ეგ გამახსენდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია, ინდუსტრია თუ არა ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე მსხვილი მოთამაშე ძალიან აქტიურად ამბობს, აკომუნიცირებს იმას, რომ ხალხო დაზღვევა არ არის ფუფუნება რა, ეს არის პირიქით, რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა გაქვს, მით უფრო მნიშვნელოვანია რომ კონდეს და ანუ მაგხრივ ეხლა რომ დავფიქრდი, ძალიან ესე ვიტყვი, კეთილსინდისიერი კომუნიკაცია, რომ პირიქით, თუ არ გაქვს ფული, მაშინ გჭირდება, თუ გაქვს ნაკლებად. ეგრეა, რო წარმო იგივე არის ჯანმრთელობის დაზღვევასაც რა, ზუსტად. ანუ შენ თუ გაქვს უამრავი შესაძლებლობა და ფული გაქვს ისე რომ შენთვის სამედიცინო ხარჯი არ წარმოადგენს, არ გაგიხდება არაფერი გასაყიდად, რატო უნდა ვიხადო ყოველთვის რაღაცა, ხო? ანუ საბოლოო ესე რომ შეხედო რა, შეიძლება იხადო რამის ხომ. ის კარგი რაღაცა თუ შენ მათემატიკურად რაციონალური და გონივრული ამბავი და ბევრჯერ არის, იმიტომ რომ შემდეგში ხარ რომ ჩავალთ მათ შორის მონეტის აგდების დროს როცა არის, ხო? ანუ რაღაც
მოგება გირჩევნია, მოგების შანსი გირჩევნია $100 მონეტის აგდებით თუ სიტყვაზე ვიძახი გარანტირებული რაღაც $40 და რა მომე რა გარანტირებული რა რაღა მომენტ ხო იგი გამბავი კიდეც ძალიან საინტერესო ფენომენია გამოდგა ჩემთვის პირადად რა და რო დავფიქრდი აბსოლუტურად მართალია რა აი ეს risk aversi ხო არ გახსოვს როგორ არის ნათარგმნი წიგში risk aversi არ მახსოვს არა მოკლედ რისკის მიმართ აუტანლობა გადასარევია რისკის აუტანლობა ეგ ძალიან ისეთი ტერმინი და კონცეფციაა ჩემთვის რა იდეაში ძალიან ხშირად მქონია ამ კონცეფციასთან ურთიერთობა საინვესტიციო ფინანსურ საუბრებში რა ეს სიღრმისეულად არსებობს არ ჩაურმავებულა რა რისკის აუტანლობა ჩემთვის იყო არ მინდა ვიღაცას არ უნდა მაღალ რისკიანი პროდუქტი აი ძალიან ბანალურად რა ძალიან მომეწონა აი ეს რაც გავიგე ამ ციგნიდან risk averse-თან დაკავშირებული ძალიან მაგარი რაღაცაა რაც უფრო დიდი შანსი გაქვს წაგების მით უფრო მეც რისკავ როგორ იყო იცი ეგ ანახე შენ თუ არ მანდარი შენ თუ გაქვს არჩევანი ცუცსა და უარეს შორის შენ გარისკავ რო უარესი აირიდო რა კი მაგას მოგრაც რომ ხო არა ხო ანუ არჩევანი თუ გაქვს შანსი რომ არ გარისკო და არ წააგო უფრო მეტად გადაიხები კი რომ არ წააგო მაგრამ თუ აგებ ცოტას ან აგებ ბევრს გირჩევენი რომ გარისკო რომ იქნებ საერთოდ არ წააგო რა ანუ მაგ იმაში მიდიხარ ამ გახსენებაზე ამ წაგება მოგებაზე კაცო რა იმაშვებოდი რა ქვია უყურებდი ამ ჩემს საინვესტიციო პორტფელს რა საქართველოს ბანკის მობილ ბანკში და მოკლედ გულს რო უხარია რომ პლუსებში მიდიხარ და მე მაგახსენებაზე გამახსენდა ის და საერთოდ გამომჩა ყურადღებიდან რომ მეორე ზედიზედ მოიგო გლობალურად საუკეთესო რა ქვია მობილ ბანკის ხო ციფრული პროდუქტი მოიგო საუკეთესო ბანკის არ ციფრული ბანკის ჯილდო მოიგო და ეგ რაც ჯილდო არის რავი რაღაც კალათბურთში NBA და კინოში ოსკარი რა სოფლიო მასშტაბით წარმოიდგინე ხა ორჯერ ზედიზედ სახე გააძრო გლობალურ ბანკებს წარმოიდგინე ბარკლისი შმარკლისი ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ისაა რომ ის განცდა არ მაქვს რომ ვაიმე როგორ იმიტომ რომ მინახავს გამომიცდია HSBC-ის ციფრული არხები რა ნუ თან მაშინ მქონდა ორივე ხო საქართველოს ბანკიც მქონდა და აი თუ სადა დედამიწა რა ანუ აი ეხა ხო საერთოდ საოცრება ჩემ ტელეფონში ნუ ხა ვერ მოვიტყუები ეხა გასაგებია რომ სოციალური ქსელები YouTube-ი მით უმეტეს ეხა უფრო მეტად გამოყენებადი აპლიკაციაა მაგრამ ნუ აი სოციალური ქსელის მერე პირველი აპლიკაციაა ჩემ ტელეფონში დღეში რამოდენიმეჯეროა რას მეუბნები ნახე პროდუქტები კომუნალურები ხო ავტომატურზე დავაყენე საერთოდ ხო აღარც მიდის ეგ ამბავი მანქანის ჯარიმები ხომ აქვს შიგნით ანუ რო თუ რამე მოვიდა არ მეპარება მანდ მიდის ინვესტიციებს ხომ აქედან ვაკეთებ რა ნუ გადარიცხვადე HM-თან, უღლესთან, იქ ხო ჩვეულებრივი სტანდარტული ამბავი არის. ანუ ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო საკითხში უმარტივესად, აი ესე ამგვარებ რაღაცებს. ბიზნესში იგივე. ხო და მადლობა, მოკლედ ამავდროულად რომ ჩვენი თანამოაზრეც არის. ეგ მაგარი სამადლობელი საქმე, მაგარი გასახარი, ისევე როგორც ყველა გამომწერი ჩვენი თანამოაზრეობისთვის მადლობის ღირსია. თან ამ ყველაფერთან ერთად გათამაშება აქვს საქართველოს ბანკს, როგორც მობილ ბანკში რიტეილზე 650 ლარი საფასო. იმაშვები მაგის გამო არის მასტერკარდი დავიწყე გადახდე ხე რომ ეგ გათამაშება არის და ავტომატური პროდუქტები რაღაცები დავაყენე კიდე ბევრი მაგალითად DHL-და გადარიცხვა ავტომატურზე არ მეკიდა და მად დავაყენე რომ ის ბილეთია. ამე ხო შევდივარ ვამოწმებ ხოლმე იმ ბილეთებს. ხო და მოკლედ ხალხო ჯამაათნო ძალიან მაგარი პროდუქტი არის თუ ჯერ არ იყენებთ და დიდი ხანი არ გამოგიყენებიათ გამოიყენეთ გათამაშებას ჩაერთვებით მოგების შანსიც დიდი არის თან რაც მეტ ბილეთს აგროვებ იმ მეტად იგებ და ვიდეო სახწერაში ინვესტიციების ბმულიც არის და თვითონ მობილ ბანკის ბმულიც არის და არ დაგეზაროთ შეუდექით გაიმარტივეთ თქვენი ფინანსური სიტუაციის მართვა საქართველოს ბანკის მობილ ბანკით თან გაითვალისწინეთ რომ რასაც უწევთ რეკომენდაციას ჩვენ ზუსტად იგივეს ვიყენებთ ასე რომ ერთი წამით არ შევიწუხებდი თავს ეხა რო არ ვიყენებდი მაგაზე ლაპარაკი. როგორც ბატონი ნასიმ ტალები იტყოდა, ჩვენ ტყავზე გვაქვს გამოცდილი და
კი ბატონო. აღებული. ხო და ლიდერშიპში ეურისტიკა, ხელმისაწვდომობის ეურისტიკა, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ. მან და წინა ეპიზოდებში რაღაც მაქვს ლაპარაკები, რაზე რომ წარსულის გამოცდილება უახლესი როგორ შეიძლება იმოქმედოს მაგ წარსულის გამოცდილებამ შესამომავლო გადაწყვეტილებებს. რა კონკრეტულად თუ რაღაცა წინა პროექტი მსგავსი ცუდად დასრულდა, რამ ხელაზე მოქმედებს ეგ იმაზე, რომ შენ მეორედ იგივე ნაწილში შეხვიდე. ქონია თუ არა შენ ეგეთი ან გახსენება თუ არა ეგეთები, რომ ეს არ მუშაობს და всё. მე გეტყვი ძალიან მაგრად შემეხო ესეც და გეტყვი რატო შემეხო. მე არ მქონია, გულწრფელად არ მქონია, რომ ეს არ მუშაობს და ეგრე არ ვქნათ, მაგრამ მე ყოფილვარ მაგის შემსწრე. იმიტომ რომ რაღაცეების შეცვლას რო იწყებს ორგანიზაცია რა, ძალიან იშვიათია ველოსიპედის აღმოჩენა, ძალიან იშვიათია რა. ყოველ შემთხვევაში მე სხვა ჩვენს ეგ გამოცდილება არ მაქვს, რომ ველოსიპედი გამოგვეგონებინა რა. ყოველთვის იწყებ რაღაცას, რაც როდესღაც ვიღაცას უცდია რა. იმ კონტექსტში იმ დროს არ გამოსულა რა და უცებ ხდება ეს რა ქვია მაგას resistance წინააღმდეგობა რომ ეს რეზისტენტულობა წინააღმდეგობა რომ ეს ხო უკვე ნაცადია და ხო უკვე არ გამოვიდა და მან ცოტა ის მემართება კოგნიტური რა ქვია დისბალანსი მაქვს რა ერთის მხრივ გამოცდილება ხო იმისთვის არის რა რომ გაითვალისწინო რა შეგეშალა ხო რა შეგეშალა და არ გააკეთო მეორეჯერ იგივე მეორე მხრივ აი ეს მაგალითი რა ანუ წარსული გამოცდილება დაიგნორო ან არ მიაქციო იმაზე მეტი ყურადღება ვიდრე აქცევ აი მან ცოტა ის მომივიდა რა როგორ გავყო რა ხო ნახე მე როგორ აღვიქვი გამბავი მოკლედ მე თუ წარსულს გავაკეთე და მე რეფლექსია გავაკეთე იმაზე რა მიმუშავა რა არ იმუშავა ეგ კარგი შემთხვევა ეგ არის იდეაში სწავლის არცი ხო კი ეგ არის კარგი შემთხვევა და თუ იმან რაც არ იმუშავა იმიტომ რომ კონტექსტი იყო ესეთი ხო და ეხა ეს კონტექსტი შეიცვალა და ამას შანსი მიეცება რომ იმუშაოს მაშინ უკვე ეს მაშინ არ იმუშავა იმიტომ რომ რავი რაღაცა მაგრამ ეხა იმუშავებს იმიტომ რომ ის რაღაცა აღარ არის რა და აქედან გამომდინარე დავაი გავაკეთოთ ისე იგივე იმიტომ რომ კონტექსტი შეიცვალა ეგ არის ჩემი ლოგიკა ეგე დროს რა ხო მაგრამ თუ არა რას გულისხმობ იცი რომ უბრალოდ იმიტომ რომ დრო გავიდა არ ნიშნავს რომ კონტექსტი შეიცვალა რა ნუ თითქმის ყოველთვის ნიშნავს რაღაც დონეზე რა ვერ ეგ ცოტა იმაში გახვალე ხა რა ქვია იგივე ანუ მაგის გააჩნია საკითხ რა მესმის კეთაკე არ ვიმოშვე მაგრამ ნუ თითქმის ყოველთვის ნიშნავს რა ან ადამიანებია შესვლელი ვინც პროექტზე მუშაობს ან დროა გასული და ბაზარზე სხვა ვითარება ან რა ვიცი 1000 რაღაცა მაგიტომ მე კი არ ვამტკიცებ რომ ყოველთვის შესვლილია მე უბრალოდ ვამბობ რომ ნუ ძალიან იშვიათი შემთხვევა როდესაც ეხლა გუშინ წინ თუ გააკეთე მაგას არ გულისხმობ ლევან მე გულისხმობ რაღაც 3 წლის წინ 4 წლის წინ რაღაცა პროექტი ცდელობა გქონდა გავია არ გამოვიდა ჩაფლავდა და გავიდა ეხლა 4 წელი და 4 წლის წინ რომ მაგის ცდელობა გქონდა ნუ ჩემი ვიწია ცოტა ხო ძალიან გავიწია ჩემ მეთქი რას მანიშნებს ჩემი აზრით ხო ნუ 4 წელი ისე დროა რომ კონტექსტი ჩემი აღქმით დიდი ალბათობის შესვლილია რა გააჩნია რამ არ იმუშავა რის გამო რა ანუ შეიძლება არ იმუშავა ისეთმა რაღაცამ რასაც დრო არ შველის ხო ეგ კი ბატონო მაგიტომ ვამბობ თითქმის გეთახმები გადასარევი კონტრარგუმენტი იყო ხო ეხა არის რაღაცეები რაც არ შესრულა არ არის ავტომატურად დრო თავისთავად გეთახმები არის რა თუ ის რაღაცა რაც კონკრეტ თუ იცი კონკრეტულად რა მოდი ეს თქვა თუ იცი კონკრეტულად რა არ იმუშავა მე გეტყვი ისი გამოცდილება მე გამოცდილება როგორც არ ვიცით კონკრეტულად რა არ იმუშავა მაგ დროს როდესაც არ იცი კონკრეტულად რა არ იმუშავა ყველა ვარიანტში შენ გიქნება მუდამ ექშიში და რისკი იმისა რომ მეორედ ზუსტად იგივე შეცდომას დაუშვებ იმიტომ რომ არ იცი რა არ იმუშავა რა და გინდა კონტექსტი შეიცვალოს გინდა არა თუ არ მუშაობს ფუნდამენტური რაღაცა რომელიც მნიშვნელოვანია რომ სხვანაირად კეთდებოდეს არ გამოგივა რა და მე ხა შენ მაგას გინდა ისი ხელმისაწვდომობის ეურისტიკა ეძახე და გინდა კი ბატონო კი ერთი რაც მომხვდა კი არა და მსხვერპლი ვარ და დარწმუნებული ვარ რომ აი ყოველ ნაბიჯში ალბათ არის ეს შარავანდედის ეფექტი რა. ეგ ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი ეურისტიკა თუ მიკერძოება თუ რაც არის ამ წიგში რა. ძალიან
ძალიან ყოველდღიურობაშია ეს ამბავი. ყველას ალბათ რა მოკლედ შარავის ეფექტი არის ტენდენცია მიდრეკილება იმისკენ რომ მოგეწოდოს ყველაფერი ან არ მოგეწოდოს არაფერი ადამიანში ან რამაში რომელიც ზოგადად მოგწონს რა ანუ აი მაგალითისთვის წიგში იყო მაგალითად ის იყოს რა რაღაც პოლიტიკოსი ან სპორტსმენი შეიძლება იყოს რა ვინმე ვინც მოგწონს ჯამში რომ დაშვება გაქვს რომ ყველაფერში მოგეწონება საერთოდ ანუ მე და შენ ალბათ შეიძლება ჯორდანზე მქონდა ეგ ამბავი რომ ანუ შეიძლება ვერც კი წარმოიდგინო და მოხდა კიდევაც გულზე ის ამბავი რომ დედა ის რანაერი ვიღაცა ყოფილა კი და ხო არ არსებობს ადამიანი რომელიც რანაერი რაღაცა არ იქნება მე მეგონა რომ ის იყო ფრთიანი ანგელოზი თურმე ან ურას უკაცრავად ანუ პირველი შთაბეჭდილების ეფექტი შეგვიძლია და უწოდოთ მაგას ამავე დროს რომ მნიშვნელოვან განსხვავებას პირველი შთაბეჭდილება მე შესაბამისად სხვა დანარჩენ რაღაცეებში როგორ აღიქვა მე ღრმად მწამს დარწმუნებული ვარ რომ ცხოვრებაში მე ძალიან ბევრჯერ აი ხშირად რომ ამბობ გამიმართლა რა ხშირ შემთხვევაში კი არ გამიმართლა საჩემოდ იმუშავა ჩემმა ვიღაცის თვალში ჩემზე პირველმა შთაბეჭდილებამ რა ძალიან ბევრჯერ და რო ვფიქრობ რომ მე დარწმუნებული მე ვერ ხედავ ხშირ შემთხვევაში ესეთი რაციონალურ არგუმენტებს ბევრი რაღაცისა რაც ჩემ თავს გადაათენილა კარგი და მგონია რომ იმუშავა ზუსტად პირველი შთაბეჭდილების პოზიტიურმა ეფექტმა და ასევე მე მომხვედრია ცხვირში არაერთხელ რამოდენიმე განსაკუთრებულად როდესაც პირველი შთაბეჭდილებით მივიღე გადაწყვეტილება განსაკუთრებით ეგ განსაკუთრებით საკადროებს ადამიანებს ეხება ეგ ამბავი რა საკადრო გადაწყვეტილებს ეხება როდესაც მივიღე გადაწყვეტილება ჩემი კონკრეტული მიკერძოებით რაღაცა საკითხების მიმართ რა ადამიანებზე არის უფრო მეტად ხა წიგშიც მაგალითები მაგაზე მოყვანილი და მათ შორის ის ესეთი არის წვეულებაზე რომ სასიამოვნო ქალს გაიცნობ და სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებსო და მე რო გაგახსენდებაო რომ საერთოდ არ მახსოვს ეგ მაგალითი მოგიწევლებაზე რომ რაღაც ქალბატონი გაიცნო და სასიამოვნო შთაბეჭდილებას რომ დატოვებსო მოგეწონება სასიამოვნო მოსაუბრე რო იქნებაო და რაღაც მოგეწონება პოზიტიურად განეწყობიო და მე გაგახსენდება რომ ой მე კაცო ეხა თან ხო ქველმოქმედებისთვის რაღაცა ფულის შეგროვებას აკეთებ და ესეც სასიამოვნო ქალი ხელგაშლილიც იქნება რომ დაასკვდი მაქედა გამომდინარე და რომ გადაწყვიტავ რომ მაგაში მოიპატიჟო იმიტომ რომ ნუ ეხა შენ აღქმაში მოკლედ სასიამოვნო ადამიანს კიდე აწეპებ მე ზედ რაღაც ათვისებებს რომლებიც ჯერ ერთი არც სასიამოვნოს არაფერი კავშირში არის და თან კიდე რატო შეიძლება საერთოდ არ იყოს ხელგაშლილი სიტყვაზე და მაგრამ კარგად მოსაუბრე იყო მაგაზე გამახსენდა ეხა ეგ მაგალითი რომ მოიყვანე მაგაზე გამახსენდა კიდევ ერთი ჩემთვის თან საინტერესო დააკვირვება კი არა და აღმოჩენა თუ კონცეფცია თუ რაც ქვია რა ჩვენ ძალიან ხშირად მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად ვურევ ალბათობას შესაძლებლობასთან. ყველა ბევრი ადამიანი ხო, ნუ ალბათ, მაგრამ ნუ რადგან ჩემ თავზე ზუსტად ვიცი, ჩემ თავზე ვიცი. ხო, ალბათობა არის სრულიად მათემატიკური კონცეფცია რა. შესაძლებელი არის თითქმის ყველაფერი რა. ანუ მარტო ბუნების კანონებს თუ რაღაც არის წინააღმდეგება, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი. ანუ შესაძლებელი არის აბსოლუტურად ყველაფერი. ისევ და ისევ თუ ალბათობა ყველაფერს აქვს განსხვავებული რა. რაღაც ხდომილებებს აქვს მეტი, რაღაცას ნაკლები და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ნახე ამ შარავანდეს ეფექტში რაც ისეთი იყო. ვაუ, მართლა რამხელა ეფექტი აქვს მაგას იყო. მაგალითი. ლევანი. ისა გივი უფრო სწორად. არის ჭკვიანი, მუყაითი, იმპულსური, კრიტიკული, ჯიუტი, შურიანი. ხო. ლევანი არის შურიანი, ჯიუტი, კრიტიკული, იმპულსური, მუყაითი და ჭკვიანი. გივი უფრო კარგი არის ვიდრე ლევანი. დავახსენე რატო? რიგითობასა აქვს. ანუ მე დავიწყე ჭკვიანით, ჭკვიანი, კრიტიკული, იმპულსური და ჭკვიანი ადამიანი კრიტიკული არის, იმიტომ რომ ჭკვიანი არის და შესაბამისად კრიტიკას ნახულობს. იმპულსური, ნუ ჭკვიანი ადამიანია და შეიძლება იმპულსურია, იმიტომ მოიცა, ეგ ახლა ჰალოს ნაწილი, შარავანდეს ნაწილი, ფრეიმინგის ნაწილი. არა, შარავანდეს ნაწილი არის ეს ნაწილი, იმიტომ რომ ანუ აღწერა რიგითობა არის ფაქტიურად
დახასიათებები როგორ გაიგე? ანუ პირველი შაბეჭდილება თუ შენი არის ჭკვიანი, შემდეგ თუ ადამიანს შეამჩნევ რომ კრიტიკული არის, ბევრად უფრო პატიობს. ვიდრე გაიგებ კრიტიკულია თუ არა. ანუ ზუსტად ეგ იგივე არის მოსმენაში. რა, ანუ შენი ტვინისთვის პირველი შაბეჭდილებას არის მათ შორის დახასიათების რიგითობის მოსმენა. და აუ რამხელა ეფექტი აქვს თურმე მაგას და რაოდენ მნიშვნელოვანი არის, იგეც კი არის სიგიჟე რა. ერთი და იგივე დახასიათება წერია, просто სიტყვებს აქ რიბითობა შეცვლილი. კი და მაგიტომ წავედი მე ჩარჩოს ეფექტისკენ, იმიტომ რომ ის მაგალითად ხო გახსოვს ის 200 ადამიანის გადარჩენა და 400 ადამიანის სიკვდილის მაგალითი გახსოვს? კი, ბევრი ეგეთი კაცო ოპერაციის დროს 10%-იანი შანსია იმისი რომ გარდაიცვალო და ოპერაციის დროს 90% შანსი არის რომ გამოჯამთელდე. 90% უფრო კარგად გესმინება რომ გამოჯამთელდე ერთი და იგივეს გეუბნები, ოღონდ საერთოდ უცხიმო პროდუქტებზეც იგივე. სხვა შორის დავიწყე გახსენება, ჩვენთან არცეთ შეფუთვაზე არ მინახავს 90% უცხიმო რა. ყოველთვის არის ცხიმი 10%, 0%. ვარაუდს გამოვთქვავ ხა მე და ჩვენთან რაღაცა ტიპის პროდუქტები მოდის ევროპის ბაზრებიდან უმეტესო. ან ევროპისთვის განკუთვნილი, ან ევროპა-აზიის განკუთვნილი, მოკლედ როგორც წესი ევროპული რეგულაციებში შეიძლება ხდება ხოლმე ხშირად და იქ მე მგონი რაღაც ეგეთი წესი არის, მაგ ვიციოთ ამერიკული ევროპის შედარებიდან ვიცი რა, მოკლედ ევროპას მაგალითად ძალიან ბევრი დანამატი აქვს საღებავები მათ შორის საჭმლის აკრძალული, რომელიც ამერიკაში არ იყო რა. და ეხლა ეს რაღაცა იქ თუ მოსულა ჩვენ რატო რა მოსულა და რაღაცა მაკდონალდსის ეფექტიც კი იყო, რაღაც ინგრედიენტები საერთოდ არ არის ევროპაში მაკდონალდში, იმიტომ რომ ევროპა არ აძლევს მაგის უფლებას და ამერიკაში კიდე არის, რომლებიც ეხლა ეს ჯანმრთელობის ექსპერტები მავნიას ამბობენ, რომ განსხვავებული ის გონიათ. ანუ ამერიკას ქონია ერთჯერადი მოხმარებაზე მავნებლობის პრინციპით თulis რა, ანუ და ის გრძელვადაში ის რაღაცა გრძელვადაში უყურებს თუ რაღაც ეგეც აკეთებს რა. ეს რეპრეზენტაციულობის ცოდვები მოდის ასევე ამ შარავანის ეფექტიდან. ანუ რეპრეზენტაციულობის, ანუ სტერეოტიპული დასკვნები, რომელიც ხშირ შემთხვევაში სწორით შეიძლება აღმოჩნდეს რა, ანუ მათემატიკურად, სტატისტიკურად. თუმცა რიგ შემთხვევაში მცდა არის და ეგეთი სტერეოტიპები შეიძლება იყოს, ну რა ვიცი, ჩვენი საყვარელი არის BMW-ის ზღოლები, მაგალითად, აგრესიულები არიან. კიდე რა გახსენდება? სტერეოტიპები რა მახსენდება კიდე? ამამდე იზგინებდენია და. ძალიან ბევრი უამრავი სტერეოტიპი, მაგრამ უცებ სხვაგან წავედი, მოიცა მანდარი აქ ის მოლარის ბანკის მოლარე ქალის ამბავი იყო რა, მე მგონი მანდიყო, ხო, ცოტა სეგიჟე მაგალითი იყო, მაიცა? ხო, ძალიან მაგარია, მე თუ კითხავ. მაგალითი იყო ეგა? ბანკის მოლარე აქტივისტი. ხო, რაღაც იგივე მაგალითი, რაღაც დახასიათება იყო ქალის, რომელიც ძალიან არ უხდებოდა მოკლედ ბანკის მოლარეობას და მე კითხვას უსვავდე, რომ ეს ქალი ბანკის მოლარეა თუ ბანკის მოლარე და ფემინისტია თუ რაღაცა და ყველა ბანკის მოლარე და ფემინისტი რო იჩენს, რომელიც ნუ აი რა, ეხა კიდე დამატებით ის და ალბათობაზე მაგით მივიდე, ალბათობა იმისი რომ ბანკის მოლარეა თუ იცი რომ რა ვიცი 30% ბოლარები არიან ამ ქალაქის ქალები, ბევრად დიდია რა. ის იყო, ხო, აი მანდიყო, მე შეწუთით. ხო, შავრანის ეფექტი ეს მაგალითი იყო. ადამიანები, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვთ, გაცილებით ხშირად იწერენ New York Times, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს. ხო. ოკეი, რა, გასაგები არის, კაი. PhD აქვს, იწერს New York Times, გასაგები არის. კი ბატონო. კითხვა. New York-ის მეტროში ჩახვედი და ხედავ რომ ვიღაცა ზის და კითხულობს New York Times. ყველას PhD აქვს. ხო, და ანუ შენ იძახი რომ ალბათ PhD აქვს და პირიქით ეგ არ მუშაობს, იმიტომ რომ იქ სტატისტიკა პირიქით არის. იქ უმცირესობაში არიან, ვისაც პროფესორის წოდება აქვს, ვინც მეტროთი დადის. ანუ იქ ალბათობა იმისა რომ, რავი, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც არ აქვს დოქტორის სტატუსი, მაინც და მაინც იყოს ის, ანუ მათ სხვანაირად იცვლება. რა უკვე აბსოლუტურად სხვა რაღაცა. სად იყო? ხო, აი ეგა ბრენდინგში. ეხა ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაინც ჩვენ ბიზნეს გარემოში მინდა რომ ვიტრიალოთ. შარავანდედის ეფექტი არის აი კლასიკურად გამოიყენება სპონსორობაში, როცა შემოყავთ ხოლმე რაიმე ტიპის ან ცნობილი ადამიანი. ხო, ამალ ჯორჯ კლუნის და ნესპრესოს მაგალითი როა იყო რა, ანუ ჯორჯ კლუნი როგორც თავისი მოკლედ
დასკვნა ეგეთი არის რა ჯორჯ კლუნი და ესპრესოს რო ხედავ ადამიანთა უმეტესობა იზრდება ნუ რახან ჯორჯ კლუნი სვავს ესე იგი პრემიუმ ხარისხის კარგი ყავა არის საერთოდ არაფერს უეშერები ჯორჯ კლუნი და ყავა და ჯორჯ კლუნი ბაბი ვერ ერკვევა ყავაში საერთოდ ამავე დროს ან შეიძლება საერთოდ არის კი სვამს და უბრალოდ რავე რეკლამაში გადაიღეს და ეგ რო დაფიქრე ხა ბრენდინგში ზუსტად ეგრე არის რა ანუ პირველი გაკვეთილი თუ რაც ქვია მაგას წესი არის ესეთი რომ სპონსორობა იქნება ეს თუ ინფლუენსერთან კავშირი იქნება მხოლოდ და მხოლოდ გაწყვეტილებას იღებ იქიდან გამომდინარე შენ გინდა თუ არა ასოცირდებოდე იმ ბრენდთან იმიტომ რომ ის თავისი არსითაც ბრენდია რა ანუ ჯორჯ კლუნი არის თავისი არსით ბრენდი და შესაბამისად რახან არის ცნობილი წარმატებული სიმპათიური დიდარი მსახიობი აპრიორი ჩავარდა უცებ პრემიუმ კატეგორიაში და ნებისმიერი სხვა ბრენდი რომელიც ამასთან კავშირდება იწყებს ამ კატეგორიაში ჩავარდნას რა და შესაბამისად იაპიანს ყوارი ხმარს ესე თემა არა ნუ ეგ ლოგიკა არის მაგალითად H&M გააკეთე ეგ ძალიან მაგარი რამე რაც მოახერხა არის ის რომ შევიდა მოკლედ ამ დიდარ ხალხში H&M რა და ძალიან ბევრ კამპანიაში ყავს ძალიან ისეთი ცნობილი ხალხი ხო არა და არის მას პროდუქტი რა და თითქოს ერთი შეხედვით H&M და ამას რა უნდა მაგრამ რაღაცერად კარგად დაიჭირა ეს არ ვიცი ქართულად მოკლედ cool ბრენდი გახადა რა მოკლედ H&M მოსულა რომ გააქვს რაც არ უნდა იაფიღირდეს რა რაც არ უნდა იაფიღირდეს და რაც არ უნდა შენის იყო რა როცა პირიქით ვიტყვაზე ხდა ანუ პრემიუმ კლასის ბრენდები მაგრად ცდილობენ რომ იქით არ მოხვდეთ ასოცირებაში იმიტომ რომ მათ ექსკლუზიურობას დაკარგავენ მე რა ეგ იცი აუ მაგარი გამახსენე აუ რა ერქვა იმ ბრენდს ტიტველი მამაკაცები რო ეყენა მაღაზიის Abercrombie and Fitch ხო და Abercrombie and Fitch-ის CEO რაღაცა cancel culture-ი რომ მოკლედ პიკში იყო მაგროს რაღაცა თქვა რომ ჩვენო ტასახალია ბრენდი ხა და თითქმის რა და მოგიყვები ხა რა მოხდა რა თითქმის მოკვდა რა შეიძლება მოკვდა კიდევაც არც ვიცი ჩვენო მოკლედო სუქანი ხალხისთვისო ტანსაცმელს არ ვკერავთო რა და ამიტომ ჩემ ტანსაცმელშიო მარტო ჩემ ტანსაცმელს მარტო მოირგებს ის ვინც კარგ ფორმაში არის. ხო. აუ რა ატყდა ერთი ამბავი. ერთი ამბავი, იყო ბრენდი რომელიც თან ამავდროულად ტიტულ მამაკაცებს აყენებდა მაღაზიაში ტანზიტოს ანუ ყველაფრით მაგას კომუნიცირებდა რომ მე ამ ტანთან ასოცირდები, მაგრამ იქ თქვა და დაიწყო ერთი ამბავი და ერთ-ერთი კამპანია რაც იყო რითიც სხვათა შორის დაზიანდა ბრენდი არის რომ ყველა გამოდიოდა და ეს თავის Abercrombie and Fitch-ებს უსახკაროებს ურიგებდა რა. ანუ შესაბამისად უცებ აღმოჩნდა რომ კალიფორნიაში იყო მე მგონი ამბავი რომ ძალიან ბევრ უსახკარო ღარიბ ადამიანს Abercrombie-ები თან შესაბამისად დააგდო ბრენდის ველიუ რა მაგას შვება. ხო, შესაბამისად იმ კაპრანჭულებს აღარ უნდათ იმის ჩაცმა რა. რატო არის რომ ძვირად ღირებული ბრენდები პროდუქტი თუ არ გაიყიდება, ფასდაკლებას კი არ აკეთებენ, ანადგურებენ მაგ პროდუქტს. მართლა აკეთებენ, რომ არ გავიდეს აუთლეტ ბაზარზე და მეორად ბაზარზე, ან არ გავიდეს VIP-იან სეგმენტზე რა, ფასდაკლებოზე, რომ არ მოხდეს ძალიან რამოდენიმე ძვირიანი ძალიან ექსკლუზიურად ძვირიანი ბრენდები მაგას აკეთებენ, იმიტომ რომ მაგათი არსი, მაგ ბრენდის არსებობის და მაგათი ფასის გამტკიცების არ არის ხარისხი, იმიტომ რომ რაღაცა დონის მერე ხარისხს ვეღარსდი შენ მაგ კატეგორიაში შეუძლებელი არის რა. ანუ $500 რო ჩანთას შეკერავ საკმარისი აღარა მეტი აღარ წაგივა მეტი რა. და 25 და 30 და $40000 რო ღირს დანარჩენი სუბრენდის პრემიუმი არის რა და ეგ პრემიუმი რო არ გაგიფუჭდეს შენთვის მნიშვნელოვანია რომ ძალიან ცოტა ადამიანს კონდეს რთული იყოს მაგის ხელში დაჭერა და შესაბამისად მათთვის კომერციულად გამართლებული არის რომ გაანადგუროს და არ მასკნას დაურიგოს ვიღაცებს. ეგ ბრენდები და ფასწარმოქმნა ბრენდების ჩემი ესეთი ერთ-ერთი საყვარელი და კივნეული საკითხია რა. ეს არის რა. ანუ ისევ ამ წიგნის ამბავი არის რა. არა ანუ ჩვენ ადამიანებს იქ ანუ სხვა ის ბოლოში არის რა ნარატივში ვცხოვრობთ რა რეალურად მეზღაპრეები ვართ ხო თქვით საშასთან ჩვენ ვართ მეზღაპრეები ჩვენ ვქმნით ისტორიებს და მაგ ისტორიებში ვცხოვრობთ შესაბამისად ისტორია არის ისიც რომ მე ამას რო ვაკეთებ ამ ჩაცმას მე რაღაცას ვკომუნიცირებ მაგით იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ანუ ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება არის ის რასაც სტივ ჯობსი აკეთებდა და ეხანდელი მილიარდერი ხო ერთი ტიპის დასასმელი ქონდა და მარტო მაგას იცმევდა. წარმოიდგინე რა ჯინსი რომელიც ყველაზე კარგად გერგება
ზედა რომელიც ყველაზე კარგად გერგება, ცხოვრობ კალიფორნიაში ერთი და იგივე ამინდია, მაინც რა მნიშვნელობა აქვს, ერთი და იგივე გინდა და სულ ეგ გაქვს, ბევრი 100 ცალი გაქვს, რეცხვას კი არ გჭირდება. მაგრამ ეგ გაქვს, ნოლი დროის დახარჯვა გადაწყვეტილების მიღებაზე, კომფორტი გაქვს. რა ის არ ყვებოდა ისტორიას თავის ჩაცვით, ის სხვანაირად ყვებოდა ისტორიას, მაგრამ ეგ იყო ის ვინც შექმნა არარაციონალურად ძვირი კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ტიპის ტექნიკა. მაგ ისტორიას ყვება თავის ტექნიკის. ხო, ის სხვა კუთხით ყვება მაგ ისტორიას ზუსტად, რა, მაგრამ იგივე ისტორიას მსგავს ყვება, რაღაცა თემს ქმნის, რომელშიც სხვა შორის ამ ეს ეპიზოდი რო გამოვა, შოთას ეპიზოდი გამოსული იქნება უკვე და ტომია რა, რაღაცა თემი შეიქმნა რა და Apple-ისტები, Android-ისტები, იქ ისეთ იმისტები, ამისტები. ხო, აი ხა საწავედით საერთოდ, მაგრამ აი Apple-ი Android-ში მგონია რომ გარდა მისი რა ქვია brand value-ი ხელმოსაკიდი რაღაცაც არის რა. ნახე, ზუსტად იგივეს გეტყვის Android-ის მომხმარებელი რა. ანუ რა მე რო არ მქონოდა რამოდენიმეჯერ ეგ შეხება. ხო. ანუ ზუსტად იგივე ისტორიას ყვება Android-ის. პირიქით რა. პირიქით, აბსოლუტურად. იმისთვის იქ არის მნიშვნელოვანი განსხვავება გარდა ბრენდინგისა და ჩვენთვის მე ყოველთვის ჩვენთვის აქ არის. და ამავე დროს ორივე ბრენდი ზუსტად მაგას კომუნიცირებს რა. ანუ ზუსტად იმას ყვება თითოეული მომხმარებელი, რასაც ის ბრენდი კომუნიცირებს და ზუსტად მაგიტომაც მოხდა მაგ თემების ჩამოყალიბება. ფანები ერთიც და მეორე მხარეც იმიტომ არის იმ პროდუქტის, რომ თითქმის 100%-იან თანხმედრაში არის ბრენდის დანაპირები და პროდუქტი. ზუსტად მაგიტომ შეუყვარდა. ხო, არა, მე ეს იმ კუთხით არ მithქვამს, რომ ერთი ჯობია მეორეს, მე ვთქვი იმს, რომ რეალური სხვაობაა თქო, მოყოლილი სხვაობა კი არ არის თქო, რეალური სხვაობაა თქო. ფუნქციურ სხვაობაში ძალიან ცოტა დარჩა ეხლა. ნუ ეხლა ალბათ ბოლოს ძალიან კონვერჯინგ ხდება. ეხლა მე მგონი საერთოდ მარტო საოპერაციო სისტემის დახურულობის თემა დარჩა, მე თუ მკითხავ რა. ნუ ხო, მოკლედ რაღაც მაგ დეტალებში ვარ შევიდეთ, რაღაცები ადრე უფრო დიდი განსხვავება იყო, მოკლედ ფუნქციონალშიც და ხმარებაშიც, ვიდრე ეხლა არის როგორც იძახიან. თუმცა ისევ და ისევ დანაპირები Apple-ის რო არის ადვილად მოხმარებადი და ინტუიტიური და რაღაცნაირი ისეთი. ეგ მე მგონი ძალაშია. ეგ ძალაშია და პროდუქტის მანამ-სანამ შეასრულებს პროდუქტი მაგას მანამდე გაიყიდება და როგორც კი არ შეასრულებს დამთავრდება მანდ. ხად იყო? აუ, ჭურჭლის ნაკრების ფასი არის კიდე საოცარი. აუ, ეგ არის. ეგ არის მაგრესი. მე ერთი 4-ჯერ წავიკითხე. ხო და მე ძალიან დავიტანჯე მაგალითი. ბოლოდ ორი ნაკრები. მსგავსი ხარისხობრივად. არაფერი განსხვავება არ არის. კი ბატონო. ერთში დევს 31 ერთეული საღი გაუტეხავე ჩურჭელი და 9 გატეხილი. ხოლო მეორე ნაკრებში უბრალოდ ბოდიში უბრალოდ ჯამში 31 ერთეული რაღაცა 24 საღი და 9 გატეხილი. და არა, მეტი ბოდიში 31 მოკლედ საღი გაუტეხავე ერთეული და 9 გატეხილი. ჯამში 40 ჭურჭელი. ხო. მეორეში 24 ოღონდ საღი, არც ერთი გაუტეხავ. 24 უფრო ძვირად ფასობს. და ამ ყველაფერში ყველა სასაცილო ისაა, რომ მართლა ეგრე მგონია მე 24 უფრო ძვირიღიც. აი რანაირი უცნაური თუ რაც ქვია მაგას ცოტა შემაშფოთებელი ისაა, რომ წავიკითხეთ. გვითხრეს რომ ერთი და იგივე ხარისხი არის. გავიგე და ისევ მაგაზე ვარ. დავთვალეთ რომ უფრო მეტი ჭურჭელი მომდის. მაგრამ გატეხილი რო არის ყუთში უკვე აღარ გინდა რომ მიიღო და მაქედან გადმოდის რამხელა მნიშვნელობა აქვს შეფუსვას პროდუქტში და რატო არის რომ პრემიუმ ბრენდები და მაგარი ბრენდები უზარმაზარ რესურს ხარჯავენ იმაში რომ როგორი იქნება შეფუთვა და მე მახსენ უზარმაზარ რესურს პრეზენტაცია როგორი არის აი საოცარი რესურსი ხარჯავა მაგაში Apple-ის 5 რო აიღო როგორ იხსნება ის როგორ ძვრება ის როგორ შემოეხება მაგ ყველაფერზე ნაფიქრი არის საერთოდ აი აბსოლუტურად ყველაფერზე არის ნაფიქრი იმიტომ რომ შენ შეეხები თუ არა ყუთს მაქედან უნდა დაიწყოს შენი განცდა რომ შენ განსხვავებული ხარ შენ სტატუს კვოში არ ხარ შენ სტანდარტულ ყუთში არ იღებ რაღაცეებს აუ და ეს შეფუთვის საკითხი ზოგადად ისეთ საკითხია რა ძალიან მესმის და მოყვები კი არა და რა მოყვები რა სწორია რა ანუ გააზრებული მაქვს რა შეფუთვა მართლა ძალიან ბევრ რაღაცას ცვლის რა ემოციურად იმხელა
იმხელა ეფექტი აქვს შეფუთვას რო აი არ შეიძლება არასწორ შედარებას ვაკეთებ ახლა რა, მაგრამ აი რატომღაც ახლა ტვინში ეგ შედარება გამომივიდა. საჩუქრის ნებისმიერი საჩუქრის შეფუთვა რა. რაღაცა დამატებით ემოციას იძლევა რა. ანუ აი შეუფუთავი iPhone-ი რომ მოგცე და შეფუთული გაბანტული iPhone-ი რომ მოგცე, აი რაღაცა სხვა შეგრძნება რა. ხნელოვნად განსხვავებული და ზუსტად იგივე აგერ არის შენი ჭურჭელი იგი არის ამბავი ანუ შეფუთვალა ცუდი რა გატეხილია რაღაცეები შიგნით რა თორე მეტია უფრო და პროდუქტივი იგივეა და რაოდენობრივად რომ მეტია უკეთესია რა საბოლოო ჯამში ტენდენციურობის დადასტურების მსხვერპლი რამდენჯერ ყოფილხარ ანუ ეს არის ფენომენი როდესაც ჩვენ ვიწყებთ წამოყენებული ჰიპოთეზის დამადასტურებელი მოვლენების და ინფორმაციის ძიებას მეხსიერებაში და არა მარტო ანუ რაღაცა თემა რომელიც ჩვენთან ახლოს არის მოგწონს ჩვენია და რაღაცა იდეა წამოვაყენეთ ეს ჰიპოთეზა ვთქვათ მერე ვიწყებთ გარშემო მარტო იმის მტკიცებულებების შეგროვება რომელიც ამ ჰიპოთეზა თეორიას ამყარებს და პირიქით ვიწყებთ უგულებელყოფას იმისას რომელიც იმაშვე საერთოდ ეგ კონკრეტული ჰიპოთეზა თუ ეგ კონკრეტული ევრისტიკა იქნება თუ რაც უნდა იყოს. პრინციპში ეგ არ არის საფუძველი შეუთანხმებლობისა. ეს გლობალურად წარმოიდგინე. ერთი მხარე ყოველთვის ეძებს სამყაროში არგუმენტებს, რომ თავისი აზრი გაამყაროს, მეორე მხარე ეძებს იგივე შესაბამის არგუმენტებს, რომ თავის აზრი გაამყაროს და სინამდვილეში ერთსაც და მეორესაც, უმრავლეს შემთხვევაში რაღაცა დონის არგუმენტები მოიძებნება რა, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ სამყაროში ვერ მოძებნო, ძალიან სიგიჟეს თუ არ ამბობ, დედამიწა ბრტყელია, ჩემთვის სიგიჟის იმათაც აქვს რაღაც არგუმენტები. მე მგონი იმათ აღარა აქვს. ისე შეცოტავდნენ, რომ მე მგონი უბრალოდ ცდილობენ, რომ გამორჩეულები იყვნენ, ხო, აი რითი გამოირჩევი ამ ცხოვრებაში და მჯერა კრეტინიზმის და აი მაგითი ვარ გამორჩეული. ხო, აი იდეაში ყველას ასე თუ ისე ნორმალურ საკითხზე ყოველთვის მოიძებნება პრო და კონი რა, ანუ ყველა ვარიანტში რა. ყველაფერს აქვს ნახდათ და ის დადასტურების ტენდენციურობასთან რატო არის მნიშვნელოვანი რომ იყოს ცნობიერი და ყურადღებით, იმიტომ რომ ავტომატური ტენდენცია, ანუ ეს სისტემა ერთი ავტომატურად ჩვება მაგას რა, ანუ მაგიტომაც არის ავტომატურს ვეძახით, რომ გაუცნობიერებლად აკეთებს ამას და შესაბამისად როგორც კი რაღაცა იდეით, აღფრთოვანდებით მეწარმეები იქნება ეს თუ ბიზნესმენები რაღაცა კომპანიაში, კორპორაციაში რაღაცა პროექტით, იმ წუთშივე ვიწყებთ მტკიცებულებების პოვნას და იმ წუთშივე უგულებელყოფთ ავტომატურ რეჟიმში იმებს, რომელიც საპირისპიროს მეტყველებს. და მანდ არის მნიშვნელოვანი ზუსტად, რომ აბა ცოტა ხანი ეხა დავშვიდეთ და მიზანმიმართულად დავიწყოთ იმ მტკიცებულებების ძიება, რომლებიც ამის საპირისპიროა, რომ უბრალოდ სასწორი იყოს მაქსიმალურად სამართლიანად დაწონო ეგ შენი თემა. ეგ ახე აი ჩემთვის ეგ არის ასე ვთქვათ იდეალური სურათი რა, რომ ზიხარ და შენ რაღაცა იდეას, შენ რაღაცა ინიციატივას მაქსიმალურად სკრუპულოზურად აფასებ რა. ეგ არის ერთი მხარე, კი ბატონო გავწიეთ. მეორე მხარე რჩება ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რჩება მიუხედავად ყველაფრისა მიწოლა რა. მაგარია, მე მაგრამ მომწონს ეგ მიუხედავად მიწოლა. ხო და აი ნახე ზუსტად მანდვა რა. ანუ ერთის ხრივ ეხა შეიძლება რომელიღაც სავარაუდოდ რომელიღაცა bias-ის მსხვერპლი ვარ ამას რომ availability-ს ან რაღაც ეგეთი bias-ის მსხვერპლი ვარ ამას რომ ამბობ, მაგრამ ზუსტად ეგ არის, ხო? ანუ ის ადამიანები მაგარი ისტორიები როგორია, ხო, რომ მიუხედავად ყველაფრისა მივაწექი მე მჯერო და ჩემი მე მჯერო და ანუ აი ერთის ხრივ ამ რაციონალური ქმედების საპირისპირო არის ირაციონალური ქმედება, რომელიც შეიძლება ბევრჯერ იყო იმ ადამიანების ცხოვრებაში მაგიდაზე არგუმენტების დასტა მთელი, რატომაც არ უნდა გაეკეთებინათ ესა თუ ის რაღაცა, მაგრამ მაინც გააკეთეს და გამოვიდა. კი. და მანდაც მივდივართ იქამდე რომ მაგის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ალბათობა მაგისი არის ძალიან დაბალი. მან ნახე ხარ არის რა განსხვავება რა დავინახე ხა მე აბა ნახე
ეგ ისტორიები მაგ ისტორიებში ტენდენციურობის დადასტურება არ არის. მაგ ისტორიებში არის გატანა ან არ გატანა, იმიტომ რომ ნახე გამოგივა თუ არა შენ ბიზნესის აწყობა, კი არის პასუხი. ყველა ჯერზე კი არის. ყველა ჯერზე კი არის. მან თუ გეუნება შენი ტვინი რომ არ გამოგივა, ეგ ტყუილია. მაგრამ პირობითად ვიზახი, შენ თუ აპირებ, რომ ქვეყანაში სადაც სულ ჯამში იყიდება ერთი რაღაც 10,000 ფეხსაცმელი, პირობითად ვიზახი რა. მარაგი შემოიტანა 2,000 ფეხსაცმელი და რაღაცა არ ვიცი, სხვა მტკიცებულება მონახო, რაღაცა კვლევა რომელიც წერია, რომ იცი რა, მოსალოდნელია, რომ 7,000-მდე გაიზარდოს 2022 წელს პირობითად ვიზახი. მაგას უფრო გულისხმობს ეს ტენდენციურობის ისტორია და შენ რაც მოყევი ხე ეგ მე მომესმინა როგორც მიწოლა კიდე სხვა რამე არის რა. მან ჟინის და შრომის და გავიტანის ამბავი, თორე ამ გატანაში, ამ გატანის პროცესში შენ არგუმენტები იქითაც გექნება და აქეთაც გედება რაღაცა მინი საკითხების რა. აი, მოდი ესე ვქნათ რა, შენ საკითხული გაქვს, მე არ მაქვს საკითხული, ამიტომ ეხლა გამიჩნდა სრული შენ კითხო რა. რო დადგა პატივცემული სტივ ჯობსი და გადაწყვიტა, რომ იმ მომენტისთვის სუპერ პოპულარული QWERTY კლავიატურა გაექრო. ხო. შენ იქ ხوار წერია იმ წიგში, რა იყო მის გარშემო, ასე ვთქვათ, არგუმენტების სიტუაციურად რა ხდებოდა არგუმენტები. იყო არგუმენტები და მაგარი მარტივი პასუხი ქონდა, მაგრამ მარტივი ზა შეხედე. ის არ უგულობელყოფდა იმას, რომ ბიზნესმენი არ აკრიფავს ეკრანზე, თუ ეკრანზე არ იკრიფება. იმის ამოცანა იყო, რომ იმიტომ არ ვარგა ეკრანი და ტაჩსკრინი, რომ ცუდი ეკრანები არის. იმიტომ კი არ არის პოპულარული QWERTY კლავიატურა, რომ QWERTY კლავიატურა ჯობია თითს. იმიტომ არის QWERTY კლავიატურა პოპულარული, რომ ტაჩი არ ვარგა. თორე თუ ტაჩი ვარგა, მაშინ ეს არგუმენტი აღარ არის მართლა თითი ჯობია და იმან ადგა და წავიდა და ტაჩს მიხედა. მიხვდი რას ვიზახი? აბსოლუტურად, მაგრამ ეხა არ არის მან დადასტურების ევრისტიკა თუ რაც არის, მან ნახე, აი მე მგონია რომ არის და ნახე, ეხა ჩვენ ამას უყურებთ, ლაპარაკობთ ამას 20 წლის გადასახედიდან რა. მე ჩემ წარმოდგენაში იყო ეგრე რა, რომ ეგ არგუმენტია, ეხა რაც ჩვენ ჩამოვაყალიბე, იყო დადასტურებად გამოყენებული მისი იდეის. აქეთ მხარეს იყო მეორე არგუმენტი, რომელიც ამბობდა სრულიად საპირისპიროს რა. და მე მგონია უბრალოდ რომ ჩემ აქმაში ეგრეა, რომ იმან თქვა არა, აგერ ნახავთ ეს იმუშავებ და ამუშავა. იმუშავდა რა, ნახე, აგრეთვე ვიძახი კიდე ერთხელ. აქ ლაპარაკი არ იყო იმაზე, რომ ტაჩი თეორიაში თითებით აკრეფა ჯობია, იმიტომ თითებით კრიფავ ისედაც. ღილაკებზე დაჭერა ჯობია თუ საოცრად ფუნქციურ ეკრანზე დაჭერა. მაგის არგუმენტი არ ყოფილა. პირიქით იყო დადასტურების თეორიას ის ხალხი იყენებდა, რომ არ იმუშავებს ტაჩი, იმიტომ რომ კონტექსტი ჩაკეტეს და თქვეს რომ იმიტომ რომ ტაჩსკრინზე თითს რო აჭერ არ მუშაობს და ამიტომ სტაილუსი გჭირდება. ანუ მაგ დროისთვის იყო სტაილუსიანი ეს არ პირიქით იყო. ის ადამიანი იყო ტენდენციურობის დადასტურებაზე, რომ ის თავის არგუმენტად რომ რატო არ უნდა გააკეთო ტაჩი იყენებდა კონტექსტს, სადაც ტაჩი არ ვარგა და სტაილუსით არ ვარგა წერა. და ამან თქვა რომ კი ეგრეა. არც კი შეეწინააღმდეგა. და მოდი შევცვალოთ ეკრანი. სხვა ესე იგი ეკრანზე გვაქვს სამუშაო და როგორც კი ეკრანმა იმუშავა და დატესტა, მერე გამოვიდა და აჰა, ბაზარი კაი, გადასარევი მომეწონა. ანუ მიწოლა სხვა რამე იყო, მომეწონა. ზუსტად რომ დადასტურების ტენდენციურობის დადასტურების მსხვერპლობიდან გამოვიდა და გაანალიზა რატო არ მუშაობს ეს ამბავი და გამოასწორა ისაც მუშაობს, თავიდან ბოლომდე შეცვალა არგუმენტი რა, მე აღარ არსებობს პირიქით. ანუ ეგ ამბავი იყო. ხო, ანუ ძალიანად ჩარჩო შეცვალა, ასე ვთქვათ რა. ხო, მათ შორის მაგე ტენდენციურობის დადასტურებაში სიტყვაზე ვიძახი, მან აი რა შეიძლება ყოფილიყო. როდესაც iPhone-ს უშვებდა ცნობილი ისტორია ეგა რა, რაღაც იაფი ფასი რო დაადო თავიდან რა, გამოწერას. კონტრარგუმენტი იყო, რომ ამ რაოდენობაში ვერ მოიგებთ რა. მაგა თქვა რომ მე ეს რაოდენობა ეხა არ მაინტერესებს. ჩვენ ამ რაოდენობას დავთვალოთ, რომ ამაზე უნდა მივიდეთო. და მისი არგუმენტი იყო, რომ მოხმარება გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ესეთ ყოველდღიურ მოხმარებად აპლიკაციას გააკეთებ, რაოდენობრივადაც მეტი საჭიროება გაჩნდება რა. ანუ ეგ ცოტა სხვა რამეა რა. ანუ ის ნათლად უყურებდა ყველა არგუმენტს. ანუ იმას სასწორზე ედო ყველაფერი მაგ შემთხვევაში. უბრალოდ სასწორს რაც მის საწინააღმდეგოდ ხრიდა, იმის გამოსასწორებელ
ტექნოლოგიაზე მუშაობდა, რომ პირიქით აქეთ გადმოიხარა და მე უკვე მისი იმუშავებდა. ეგ არგუმენტი გასაგებია. ეგ სხვა რამეა. სხვა შემთხვევაა, გავიგე. ანუ ისა ჩვენ თქვი ეგ სხვა რამისკენ მიწოდა. ამისე სუფხიზლად უნდა იყო, მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ შე რო იძახი რომ აი წარმოვიდგინე რა. არა, მე უნდა გავაკეთო სტაილუსიანი ტელეფონები მარტო და კვერტის უნდა მოუგო, იმიტომ რომ სტაილუსი რავია, ვიძია. რაღაც ეგეთი და არ უგულვებელყოფ. ეგ უფრო მუშაობდა ვიდრე ის რომ მე გავაკეთო ეკრანი რომელიც რავი უფრო კარგად იგრიფება რა. იმა ფუნქციურად აჯობა, ანუ მთელი უბედურება ის იყო რომ ყველა კვერტიანი BlackBerry მთელი უბედურება ის იყო საბოლოო ჯამში. რომ მის კლავიატურაზე უკეთესად კრიფავდა ის iPhone-ი რო გამოვიდა. ხო, ნუ ესმის უკეთესად მეორე საკითხია, მაგრამ ნუ უკეთესად კრიფავდა. ფაქტია რომ მინიმუმ ისევე კრებდა. უკეთესად კრებდა რა. ანუ მეტი ეკრანი ქონდა, უკეთესად კრებდა Netscape-ს. უკეთესი იყო. თორე ვერ აჯობებდა. შეუძლებელია რომ ეჯობნა თუ უკეთესი არ იქნებოდა. ეხლა ხო საერთოდ არც კი გვახსოვს რა არის ეგ. არა, ეგ საერთოდ ვერც კი ხვდები რანაირად ვაჭერდით ღილაკებს ხელს. მაგას ვიძახი, ისევ კვერტის გარეშე რო კრებთი სამჯერ უნდა გეჭერა ღილაკზე რომ SMS უნდა გიგრიფო. მაგას იმ დღეს ვიხსენებდით ბიჭები, იმდენი ვიცინეთ. აი, просто ფიქრობდით რომ წარმოინახა რომ MSG-ები დღევანდელი ტემპით MSG-ები იმ ტელეფონით ვიღაცას. თითი ხო უეჭველი მოტეხილი გაქვს, ნუ ხო გამორიცხულია რომ გაძლო. უის საოცრება იყო. ეხლა просто იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ მაგაზე, მაგარი მაგალითი იყო ამ ტენდენციურების დადასტურების, რომ ერთმა მკვლევარმა 7 წლის განმავლობაში 10000 საბროკერო ანგარიში შეისწავლა და მათ მიერ განხორციელებული 163,000 ტრანზაქცია. ვიღაცა ვინც კიდდა ფასიან ქაღალდს, იმიტომ რომ იძახდა რომ მისი ფასი დავარდება, ანუ მინდა რომ იმას ქნა. და ისინი ვინც ყიდულობდნენ რა. საბოლოო შედეგი დადგა რომ ვინც ყიდდა იმან უარეს შედეგი დადო ვიდრე ის ვინც ყიდულობდა რა. ხო. ხო და ეგ ისევ და ისევ რა საინტერესოა რომ კიდე იმაზე მივდივართ უკვე ჩვენ ეპიზოდს რო დავუკავშირთ მე. მოგლით მოკლევადიანი მევაჭრეები აბსოლუტური უმეტესობა აგებს. ყველა ვინც ბიჟაზე მოგებული რჩება არის გზელვადიანი, იმიტომ რომ არ ვიცით მოკლედ ამას რა მოუვა. არა, ეგ ხო და პლუს კიდე მაგაზია მთელი ახლა ქართულად გადაარგნენ ეგ თუ ბიჭი ხარ regression-ის არ ვიცი. ანუ საშუალოსთან სწრაფვა, მოდი ესე დავარქვათ. საშუალოსკენ სწრაფვის მანდარი რა, საშუალოსკენ სწრაფვის ევრისტიკა იყოს კი ბატონო რა, საშუალოსკენ სწრაფვის ევრისტიკა რა. ანუ საბოლოოში ეს ამბობს რომ ეს ამბობს კი არა ეგრე არა, რომ გრძელ ვადაში დიდ მონაცემზე ყველაფერი მიდის საშუალოსკენ რა. რაც რეგრესია რა, რასაც ვასწავლიან, ეგრე მუშაობს რა, რეგრესია ეგ არის. არა, რატო ვიზარდით რომ იგი გამოვიდა, ანუ ამ ინვესტორების ნაწილში რა იყო, ხო, მანდაც სად ინვესტორებზე მე გეტყვი საინტერესო ჩემთვის რა იყო პირადად და მოკვდი სიცილით, იმიტომ რომ წარე სიცილით რა, იმიტომ რომ ჩვევა დავარქვათ, ეგრე მუშაობს ნამდვილად. ყოველთვის ყიდი იმას, რომელზედაც რომელშიც რა ქვია მოიგე უკვე და არ ყიდი იმას ხო იმიტომ რომ ვერიდან წაგებას. ხოდა ეგ არის აი ეხა ამ გადასახეიდან იმედია გამოვასწორებ და ვასწორებ ეგ არის ყველაზე გავრცელებული რაღაც. კი, ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიღაცები ვინც ყიდიან უფრო ცუდ შედეგს დებენ, ვიდრე ვიღაცები ვინც მაგიტო იხსნება. წაგებულებს იტოვებენ და წაგებულებს იტოვებენ. იმის მედად რომ გაიზდება და ეძებენ მერე იმ მტკიცებულებებს რატო გაიზდება ეს და რატო არის დაბა. ზუსტად იმის მედად რომ იმიტომ რომ აი ეს რაზეც მანამდე ვილაპარაკეთ რა. ვერიტანს ადამიანი წაგებას ორჯერ უფრო თავარი ორჯერ უფრო მტკივნეულია წაგება ვიდრე მოგება რა ერთი და იგივე თანხის. ზუსტად კი კიდე ეგეც მაგარი საინტერესო რაღაც არის. კაი გადავედით მაშინ მაგამდე რა, ბარემ რახან მივადექით მაგ ამბავს. წავიდეთ გეტყვი სად ვიდიხარ? არჩევანისას გაკეთებ ძალიან დიდ გავლენას ახდენს სიტყვიერი ფორმულირება. არა მარტო, ასევე ახდენს წაგების თავიდან არიდება და ფლობის ეფექტი. ანუ წაგება თავიდან არიდების ამბავი, როგორ არ გვიყვარს წაგება და ასევე როგორ ვართ ხშირად რაღაცას რასაც ვფლობთ. რა ჩემია ის ღირებულია. ბევრად უფრო იმაზე ღირებული, ვიდრე რეალურად იყო სანამ ჩემი გახდებოდა რა. და ეხა ეს ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მინდა რომ აქედან მივიდე რამოდენიმე რაღაცა წამოვიდა რა. ერთი იყო ეს ბერნული მრო აღმოაჩინა რომ მოკლედ წაგება მოგება დამოკიდებული არ არის აბსოლუტურ მნიშვნელობაზე, არამედ
სარგებელზე, ცვლილებაზე რა, მათ შორის სხვა სიმდიდრის დონეზე სხვა სარგებლის ძალიან მაგარი მოტანა, კი, სერიოზული აღმოჩენა. სერიოზული ცხრილია საერთოდ. კი, მაგ ლოგიკით არის ისიც, რომ ხელფასის ნამატი 30% თანაბრად გვიხარია მეც და შენც, მაგრამ ის 30% შენი სულ სხვა არის, ჩემი სულ სხვა არის და შეიძლება სულ სხვა ეფექტი კონდეს რა. და ეს მაგალითი რაც არის, ხო, რას ირჩევ. მონეტას ავაგდებ და X სიტყვები არ ვიცი, მსმენელებო, რაღაცა უნდა ვუშვებოთ. ალჩუზე დაждდება. თუ თოხანზე დაждდება, წერია წიგში რა, heads and tails. ალჩუ და თოხანი? ალჩუ და თოხანი, რომელია head და რომელი tail არ ვკითხო, წარმოდგენა რა, მაგრამ პირველად გავიგე ორივე სიტყვა. heads and tails ალჩუ და თოხანი, თუ ეს heads არის ალჩუ, თოხანი არის tail. არ ვიცი, მე პროსტ უბრალოდ თქვი რავი, ერთი თუ ალჩუზე დაждდება, მიიღებ $100 და თუ თოხანზე დაждდება, ვერაფერს. როგორ პატიოსნად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ უცხოური სიტყვები, გთხოვთ დაფასებას. ოღონდ ჩვენ არ გვესმის ალჩუ და თოხანი. კაი, მოკლედ. რას აირჩევ? მონეტას ავაგდებ და თუ ალჩუზე დაждდება, მე ალჩუს ავირჩევთ, მო. ალჩუზე დაждდება, მიიღებ $100 და თუ თოხანზე ვერაფერს. და მეორე არის დანამდვილებით მოიგებ $46. $46. ხო, სტატისტიკა ალბათობა და სტატისტიკა გეუბნება, რომ 50-50-ზე რახან არის შანსი მონეტის აგდების დროს ის დაждდება, ალჩუ დაждდება თუ თოხანი დაждდება, ამიტომ 50% უნდა გაამრავლო $100-ზე, 50% გაამრავლო 0-ზე, მე რეგენი შეკრიბო ერთმანეთში და მიიღებ $40. შესაძლოა სავარაუდოა სარგებელი მონეტის აგდების არის $40, რაც $46-ზე მეტია, ამიტომ ბიჭო, რა ქენი, რატო არ იგი 50? ეგ არის რაციონალი, ის არის ზუსტად კონიურული საქციელი. ხო, მაგრამ ეხა მანდ სამოვიდა ეგრე რომ მე მეორე მაგალითი რაც არის რომ 1 მილიონი მაქვს მე შეგიდე 4 მილიონი. მაგარია. და წაგვიყენეს არჩევანი. ხო, სხვა კითხვა გამიშთა. მარტო მილიონი რატო გაქვს? მე თუ 4 მაქვს, შენ მარტო მილიონი რატო გაქვს? მოხაჭ. ეგა კი, მოკლედ მე ვაკეთი, შეგა 4. წაგვიყენეს ეგეთი არჩევანი. 1 და 4 მილიონის ქონის თანაბარი შანსი ან 2 მილიონის ქონა გარანტირებულად. შენ ხო გაქვს 4. მე მაქვს 1. და არჩევანი გვაქვს ერთი და იგივე. რაღაცას გავაკეთებთ და 50-50-ზე არის შანსი. რომ ან 1 მილიონი დამჩება ფული. ხო. ან 4 გამიხდება. შენც იგივე არჩევანი გაქვს. მონეტა ავარდება და თანაბარი შანსი გაქვს. რომ 1 მილიონი დაგჩება ან 4 გამჩება პირიქით. 1 მილიონი გაგიხდება, ან 4 მილიონი გაგიხდება. დაგჩება, ხო, ან 4 დაგჩება. ანუ მე ვკარგავ, შენ იგებ. შენ დაკარგვის შანსი შემოდიხარ. ხო. მაგრამ ნახე, მეორე არჩევანი არის გარანტირებულად 2. ამიტომ მე ავირჩევ გარანტირებულად 2-ს. არა. რა, პირიქით? არა, იმიტომ რომ შენ რო გარანტირებულად 2 დაირჩიო, გარანტირებულად 2 მილიონი უნდა დაკარგო. უნდა დავკარგო. ხო, ბუდიში მე გავრისკავ, პირიქით კი. მაგას ვამბობდი მანამდე, მე გავრისკავ, ხო? მე კიდე, ბიჭო, მომეცი 2 თქო, ვიტყვი ეგრევე 1 მილიონი. ხო, არა, ხო. კი, ნამდვილად ეგრე. ეგ არის უკვე სარგებლის ნაწილი რა, რომელიც საწყისი წერტილი შემოაქვს. მონაცემში და მანდეგიდან მოდის მე უკვე ეს მოგებაწაგების თემა, რომ მე აღმოაჩინე ხო, საწყისთან მიმართებაში რა ხდება, ეგ არის საწყისთან ერთია და წაგება უფრო გვტკივა რა. კი, ეგ გვიდა. წაგებაზე უფრო მინდა და მანდ მოდის ძალიან კაი მაგალითი. მე მონეტის აგდების შემთხვევაში ან მოიგებ $150, ან წაიგებ $100. რა სიზავ? ან მოიგებ $150, ან წააგებ $100, ხო? და რა სიზამ, მოიცა. აი მე არაფერი არ მაქვს. არა გაკაბე, ანუ ეხლა ცოტა ცუდი არჩევანი დაგიყენე, რა გვიძახი, რომ ერთადერთი ვარიანტი, რომ შენთვის ოკეი იყოს, არის თუ ორჯერ გავდე, ანუ $200 მოგების შანსი და $100 წაგებაში მაგ დროს დადებ მაგ ფსონს რა. რომ ოკეი, მოდი ვითამაშო. გამახსენდა ეგ მაგალითი უარი რო თქვა ამ ტიპმა, გამახსენდა. 1 მილიონი მოგების შანსი თუ არის მილიონში 1. 1 მილიონის მოგების შანსი არის მილიონში 1. $12 მოგების 90%-იანი შანსი და არაფრის მოგების 10%-იანი შანსი. და 1 მილიონი მოგების 90%-იანი შანსი და არაფრის მოგების 10%-იანი შანსი. კაი, დავიკარგე, მაგრამ კაი, მერე? ნახე, 3 არჩევანი გაქვს რა. ან 1 მილიონის მოგების მილიონში 1 შანსი, ანუ ძალიან დაბალი შანსი.
მეორე ვარიანტი არის რომ $12 მოგების 90%, ანუ ძალიან მაღალი შანსი რომ $12 მოიგო და ძალიან დაბალი შანსი რომ არაფერი არ მოიგო და მესამე ვარიანტია რომ $1 მილიონი მოგების 90%-იანი შანსი და არაფრის მოგების 10%-იანი შანსი. ხო. მიუხედავად იმისა, რომ არაფრის მოგება თანაბარი ვარიანტია სამივეში, იდეურად ერთნაირი ეფექტი უნდა მქონდეს შედეგს. მაგრამ ეგრე არის, მოკლედ 10% არაფრის მოგება მილიონის შემთხვევაში ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, მესამე არჩევანში როცა მილიონის მოგების შანსი მქონდა. ვიდრე სხვა შემთხვევაში, ვიდრე აი $12 იქნება თუ რაც იყო ისა. ეგ ამბავი. და მოიცა ამიტომ რას ვიზამე? არა, რას ვიზამზე არ არის, აქ არის ლაპარაკი რაზე რომ თუ ანუ ახალი თემა შემოდის რა რომ ანუ გარდა უბრალოდ სარგებლისა და საწყისი წერტილისა და გარდა წაგების ვერატყანისა ამავე დროს ვარიანტში რომ რა ვერ მოვიგე ანუ მე რომ $12 დანაკარგია თეორიაში ვაიმე და მილიონი შემოსავლის და ვერ მოვიგე ეგ ვერ მოვიგე ანუ ისაც არ მქონდა მილიონი და სტატუს კოში დავრჩი მაინც არაფერი არ მაქვს მაგრამ ეგ უფრო მტკივა მაგ დროს რომ ის 10% ამოვარდა ვიდრე $12 აქეთ თუ არაფერი აქეთ რა ანუ ეგ ამბავი წამოვიდა და კიდე ერთი რაც არის ძალიან კაი არის რომ $1 მილიონის მოგების 90% შანსი ანუ ეჭველი $50 ერთი არჩევანი ვერ არის და მეორე არის $1 მილიონის მოგების 90% შანსი ანუ ეჭველი $150,000 ეხლა ნახე მანდრა თემა არის რა მოკლედ როდესაც უეჭველი $50-ია, ყველა ვარიანტში მიდიხარ და $1 მილიონიან იმას ატრია. იქ 150-ს კარგავ. იქ ცოტა ფიქრობ, იმიტომ რომ იქ თუ არ მოიგე მილიონი, მაგრად გტკივა რომ $150,000 დაკარგი რა. მაგრად გტკივა. ხო, იქ 150-ს კარგავ. იქ ალბათ აიღებ 150-ს. არ ვიცი, მაგას ხო ტელეშოუები არის რა, მთელი ამბავი. მაგრამ უბრალოდ თემა არის ის რომ ერთი და იგივე ალბათობა არის რეალურად რა შანსები 90 მილიონს იგებ 90% შემთხვევაში იქაც და იქაც რა და გარანტირებულად გაქვს $150,000 ან $50,000 მაგრამ ის იმდენად მტკივნეული არის იმიტომ რომ იმას შენ აღიქვა წაგება ხო დაკარგვად აღიქვა ანუ ტიპი რომ გეუბნები რომ ეს გარანტირებულად აქ დევს აღიქვა დანაკარგად და რეალობაში ის შენი არ არის ანუ რეალო რაციონალურად კომპიუტერი მაინც იმაზე წავა რომ $1,90,000 გაუშვა იმიტომ რომ ის იმას არ აქვს და არანაირ წონას არ ანიჭებს მაგას და შენ კიდე მაგას წონას ანიჭებ იმიტომ რომ ის ვაიმე $150,000 დავკარგე სიტყვი ისტორია შენი მეზღაპრის ისტორია შეიძხება ეგრეთ და იქ $50,000 დავკარგე სიტყვი რა ვაი წინადადების ფორმულირებაზე მინდა კიდე ცოტა მეტი ვილაპარაკო რა აი მაშინ რო ვთქვით ოპერაცია და ეს იმიტომ რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორი სიტყვით დააყენებ არჩევანს ეგ რამ ხელასხმობას იძლევა რა კი ბატონო და ეხა რომელი მაგალითი გინდა იცი რომელი მინდა გეტყვი ეხა ხო იქ იყო ძალიან კაი ეს ბორბალი იყო დასატრიალებელი და არჩევანი იყო ეგეთი რომ $50 მოგეცი მე შენ და ეხა გაყენებ ეგეთი არჩევანის წინაშე აი ამ ბორბალს დავატრიალებ და თუ შავია მოვა $20 უსო თუ შავია მოვა $20 წაიღებ უეჭველი და თუ თეთრია მოვა $50 წაიღებ რა ეგ ერთი ვორდინგი არის ეგეთი და მეორე ვორდინგი არის რომ თუ შავია მოვა $20 წააგებ ხო და თუ თეთრია ხო მიხდი რა ანუ მეორეს აღარ გეუბნები თუ შავია მოვა $20 წააგებს გეუბნები და ერთზე გეუბნები რომ თუ თეთრია მოვა $20 მოიგებ რა და მოკლედ ის წაგებას როცა გეუბნები დატრიალებას იწყებ იმიტომ რომ წაგება აგინდა აი ეგეც კი იმაშოვა და ერთი და იგივე არის $50 გადასასყიში მაინც ის თანაბარი შანსია ან $20 წაიღებ ან $20 თანაბარი წაღების თანაბარი შანსია მაგრამ თუ ფორმულირება გაიკეთე რომ ერთ შემთხვევაში $20 კი არ წაიღებ 30 წააგებაზე ისტერიკა გვემართება წაგებაზე გვემართება ისტერიკა რა ხო წაგება როგედ ეგ ფორმულირება გიცვლის ყველაფერს ზუსტად იგივე ლოგიკა არის ეს ანუ იმაში უცხი მოვების და ოპერაციაზე რაც თქვი რა ანუ როგორც კი უტრიალებ სიტყვას
საერთოდ სხვა განწყობთ 90%-იანი შანსი არ ყველაფერი კარგად იქნება, რაც უეჭველი კარგად იქნება. ეხა ეს მაგ საუბარზე რა გამახსენდა, ერთი ამ წიგში არის ძალიან აქტიურად გამოყენებული და გამახსენდა რა. ეს wordings ეხება და აქტიურად გამოიყენება რეგულაციების და პოლიტიკის შემუშავებაში ეს მეთოდები რა. და ეს ნახსენები ყავს ამას არაერთხელ კას სასტეინი და რიჩარდ ტალერი რა. ეს არის ორი ადამიანი, რომელმაც დაწერა წიგნი ნაჯი რა. ნუ სად გადავხდი, მაგრამ საოცარი წიგნია, უბრალოდ საოცარი წიგნია. ზუსტად ამ თემაზე, აი ეს ყველაფერი, რაც მას რა ქვია, კანემანს და ამოსტვერსკის აქვთ დამუშავებული, რეალურად როგორ გამოიყენება რომელიც წიგნი ყოფილი, უნდა წავიკითხო. იქ არის საოცარი წიგნია. რეალურად როგორ გამოიყენება, ჩათვალეს საზოგადოებრივ პოლიტიკაში, ესე დაარქვი რა. გენიალური წიგნია და მთლიანად ეგ წიგნი არის, ითვლება lean management-ის პრაქტიკულად მათ რა ქვია, საფუძვლად ესე დავარქვათ რა. ხო და იქ ამ ხალხს აქ ეს ასე იწყება რა ეს წიგნი, რომ მოკლედ თუ ბევრი ვიფიქრეთო, ისაო და ჩვენო ვართო პატერნალისტური ლიბერტარიანელობის მომხრეებიო რა. რატო ერთი მიუერთდი ეგრევე რა, იმიტომ რომ ორივე რაღაცას შეეხო რა. ბევრჯერ ვისაუბრია კიდევაც და შეიძლება არ ვისაუბრია, მაგრამ ბევრჯერ დავმდგარ მე პირადად მაგ ფიქრის წინაშე რა, რომ ეხა ეს რაღაცა ზედმეტად სოციალისტური ხო არ არის, მაშინ როდესაც ეხა გულის სიღრმეში სულ ესე ხმალამოღებული ვაწვევი ლიბერტარიანულ გადაწყვეტილებებს რა და ამათმა ეთყობა თვითონაც ეგ უჭირდათ და შექმნეს პატერნალისტული ლიბერტარიანიზმი რა. არაფერს არ გიგზავენ, რეგულაციების მომხრეები არ არიან, უბრალოდ ისეთ არჩევანს გაძლევენ, რომ მათთვის სასურველი რამისკენ გადაიხარო რა. და აი ძალიან მაგარი წიგნია, გულით ყველას ურჩევ და შენც რა მაგრად ასწორებს რა. მაგაზე გამახსენეთ რა, იგეთ პატერნალისტური ლიბერტარიანიზმის ეთყობა ის არის, რა ქვია. რა ქვია. წარმონაქმნი, მოდი ესე ვიტყვი. გერმანიაში თუ არ ვცდები, religious tax არის, რელიგიური გადასახადი არის. ავტომატურად გაქვს ჩართული. ოღონდ შეგიძლია რომ განაცხადი შეავსო და მოიხსნა რა. და იგიც ავტომატურად ჩართული და მოხსნა არის სტატისტიკური განსხვავება არის რა. მოკლედ შენ თუ დაგიშვები რომ გინდა გადაიხადო ბევრად უფრო ნაკლები იძახის კის და თუ გადახდილი არის მოხსნა ნაკლები გამოდის იქიდან. ეგ არის ამ წიგნშიც ეხლა რაც ვახსენე და აქაც ეგ ძალიან ხშირი მაგალითი, ოღონდ ეგ მაგალითი არის სოციალურად მოყვანილი, ძირთად არის მოყვანილი საპენსიო შენატანების მაგალითი უნივერსიტეტებს აქვს კერძო საპენსიო ფონდები, მაგაზე არის მთელი შრომებია ჩატარებული მაგაზე საპენსიო შენატანები, როგორ წარმოიდგინე, რომ ყველა სოციალური ბენეფიტი ავტომატურად იყოს ჩართული. მაგრამ შენ კონდეს ოფცია რომ მიხვიდე და ამოერთო. აი მე ჩვენ საპენსიო სქემასთან მაგ ზუსტად ეგ მიდგომა, ერთ-ერთი რაც ჩვენ საპენსიო სქემას აკლია, არ გაქვს ამორთვის უფლება. დანარჩენი აბსოლუტურად ვიზიარებ რა, რომ ხო ავტომატში უნდა ჩაერთო, ანუ სხვა ვარიანტი არ არის, იმიტომ რომ აი ხა იქ რატო წავედი სხვა წიგნზე არ ვიცი, მაგრამ ეს იდეოლოგია რასაც ამბობს, რომ ჩვენ გვჯერა რომ კარგს ვაკეთებთ, როდესაც შენს მაგივრად ფულს ვზოგავთ რა. მაგაზე რო არ შევიდეთ მაგ დავაში ხა კარგია თუ ცუდია რა, ესენი ამბობენ რომ გაძლევ უფლებას რომ ამოერთო, მაგრამ მე ხა შენი იმისი რო არ ვენდო შენს გონივრულობას ასე ვთქვათ, მე ავტომატურად გირთავ და მოდი თუ გინდა ამოერთე რა. და საბოლოო ჯამში ვარიანტია, იმიტომ ეხა საბოლოო მე ვფიქრობ მაგაზე რა, ერთ-ერთი თემა რომ მოაცილო იმის შიში რომ რამდენად კარგად იმართება და რამდენად კარგად არის შენახული და დედა რატო არ არის ლარში და იქნება და დოლარში გამიკეთო და ანუ იგენი რომ გაწიო იდეა ის რომ მე ავტომატურად ჩამომეჭრა რაღაცა თანხა და გადაიდო ის თანხა დამაზოგინა რაც მე ვერ დავზოგავდი ჩემით რა. აბსოლუტურად შეუძლებელი და საზოგი იქნება. პრაქტიკაში გიდასტურებ მაგას რომ არა თუ დავზოგი, არამედ ნუ ისე მოხდა რომ ამორთვის უფლებაც მქონდა
ობიექტური მიზეზების გამო კანონში 4 ვარიანტი ამორთვის და ერთ-ერთი მეხებოდა და როცა მჭირდებოდა ამოვერთე და ჩემ ტყავზე გამოვცადე ის რომ გამორიცხული იყო მე თან გადამეზო აი შეუძლებელი აი Mission Impossible 5 იყო. იგივე არის რა, რაც ეხა ისევ კიდევ ერთხელ მაინც შევახსენებ ამ ჩვენს ენას, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რაც კი შეიძლება თუნდაც კი მინიმალური ცოტაოდენი თანხა ავტომატურ რეჟიმში დაივიწყოთ, რომ თქვენ შემოსავალში გააქვთ და გადადოთ და სადმე დაინვესტიროთ, კარგი იქნება თუ დაინვესტირებთ ფასიან ხაღალდებში და დოლარში, უბრალოდ იმიტომ რომ გრძელვადიანად კარგი უკუგება აქვს და მეტი არაფერი რა და ლინკი არის, ბმული არის აღწერაში თუ გაგიხარდებათ. ხო, არა, იმიტომ აი ზუსტად იგივე არის რა. ეხა იმიტომ რომ მეც ავტომატურ რეჟიმი დავაყენე ფაქტურად და ყოველთვე ეხა ჩემი შემოსავლიდან საინვესტიციო პლატფორმაზე თანხა გადამაგ, სანამ ეგ ავტომატამდე და ანუ რუტინამდე არ დავიყვანე, რომ არა, რაც არ უნდა მოხდეს, ეს გააკეთე, მანამდე ნუ ფაქტია რომ არ კეთდება და ეგეც რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტია რა, ანუ მნიშვნელოვანი ნაჯი. კი, ნაჯი გვჭირდება. აი, აუცილებლად გვჭირდება როგორც ირკვევა რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანუ თითქოს თხემით ტერფამდე ვარ ლიბერტარიანელული იდეოლოგიის მომეწონა მე. ხო და ამათ აი ეს საჩემო რამე მოიგონეს ასე ვთქვათ რა. შენ არ ინერვიულო თემა იყო რა ეს ფლატ ესე საინტერესო. ხო. ეხლა მინდა რომ შევაბიჯოთ მე რომ გითხო საკმაოდ ღირებულ თემაზე და თან მე მიყვარს ეგ ამბავი. გამოცდილება და მეხსიერება რა. აუ ეგ რა მაგარი იყო ბჭო რა მაგარი იყო. საოცარია რა. ძალიან მაგარი. ორი მე რა, ერთი ადამიანი რომელიც განიცდის მე, ანუ ჩემშივე მე რომელიც განვიცადე რაღაცა მოვლენა და მეორე მე რომელსაც ეს მოვლენა ახსოვს რა. და არ არის ერთი და იგი. ხო და ეგ ორი მე. ვერ წარმოვიდგენდა რომ ეგ ეგრე იყო და მე დავფიქრდი. მართალია არ არის ერთი. არ არის ერთი იგივე ეგ მე. არ არის ერთი იგივე მე დამახსოვრების მე ვინც იმახსოვრებს განსხვავებულ რაღაცებს იმახსოვრებს და მე ვინც განიცდის განსხვავებულს განიცდის და ყველაზე კარგი მაგალითი მაგისი არის პაციენტი და არის რაღაცა პროცედურა რომელიც რაღაცა ტკივილს განიჭებს ექსპერიმენტი გააკეთეს მოკლედ რაღაცა პაციენტი რომელიც რაღაცა პროცედურას გადიოდა თან ღილაკზე აჭერდა რაღაცა ანუ ტკივილის ასე რა ქვია შკალაზე ასე 1-დან 10-მდე აფასებდა ერთის პროცედურა გრძელდებოდა პირობითად 20 წუთი, მეორესი პირობითად 40 წუთი გრძელდებოდა, ანუ ორჯერ მეტი არა 30 საათი და 1 საათი რა. სამჯერ მნიშვნელ მოკლედ დიდი სხვაობა იყო მაშინ. ის ვინც განიცდიდა, ხო, ორივეს ჰქონდა ერთნაირი პიკი, 8-ზე ავიდა რაღაცა მომენტში. და შესაბამისად ორივე პაციენტი რომელიც განიცდიდა რა, იმისთვის ყველა ვარიანტში პირველი იყო იქიდან გამომდინარე რომ მოკლე იყო განცდის პერიოდისთვის მოკლე ტკივილი გამოვიდა შესაბამისად. მაგრამ ექსპერიმენტის მერე რო კითხეს, ვინცაც უფრო დიდი ხანი ჰქონდა, მაგრამ პიკიდან ჩამოვიდა ქვევით და ბოლოსკენ. ანუ ფინალი იყო ნაკლებად ტკივნეული. ფინალი რო იყო ნაკლებად ტკივნეული, ორივეს ახსოვდა პიკის ტკივილი, მაგრამ იმას ახან ბოლო ჰქონდა ნაკლებად ტკივნეული, იმას უკეთესი გამოხსნა. ეგ ძალიან მაგარ კავშირში არის მომხმარებლის გამოცდილებას, იმიტომ რომ ზუსტად იგივე მუშაობს პოზიტიურ გამოცდილებას. ანუ საბოლოო ჯამში თუ ბრენდი არის და არის ის თუ ხალხს რა ახსოვს ჩვენზე და ჩვენი ბრენდის დანახვისას, მალსახმობით, მეხსიერებიდან რა ინფორმაცია მოაქვს, მაშინ ჩვენ ველაპარაკებით იმ მეს რომელიც იმახსოვრებს და არა იმ მეს რომელიც განიცდის. და შესაძლოა ჩვენი მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის დროს ჯერ თუ ვაკეთებ ხო უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია რო ვაკეთებ მაგაზე განზრახ ფიქს, იმიტომ რომ საქართველოში კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა მაგაზე საერთოდ არ ფიქრობს და თუ ფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინო რომ მომხმარებელს ემახსოვრება პიკი და ბოლო. ამიტომ არის რომ service recovery ეგრეთ წოდებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი საფიქრე და დასაგეგმი თემა არის, ანუ ყველას გადაგვიბრუნდება ფეხი ბოლოს, სადღაც სერვისში ყველას შეგვეშლება. აუცილებლად. გაქვს თუ არა გეგმა როგორ აკეთებ recovery-ს? გაქვს თუ არა დელეგირებული მათ შორის ფრონტზე ჩატანილი რომ recovery როგორ უნდა გააკეთო? იმიტომ რომ იმ ადამიანს თუ პოზიტიური ბოლო გაუკეთე, ის პიკი დაავიწყდება. აღარ ემახსოვრება და აჯობებს იმას, რომელსაც შეიძლება აი ესე რომ მეორე ნაკლები იყო, მაგრამ შენთან ურთიერთობის 1 საათში 58 წუთი რომ გადასარევი იყოს. ხო. და 2 წუთი ბოლოში ცუდი ის გააფუჭებს 58 წუთს. ხო. ხო.
და მაგაზე ამ სერვის რეკავერიზე ხა საერთოდ სხვა გაწავალ კაი წიგნი არის სხვა შორის იქ ვკითხულობდი სახელი დამოვიდა სერვის ფანატიკს ქვია ხო ჰოსპიტალების და პაციენტების გამოცდილებაზე არის და მან იყო როგორ გადმოიტანა ერთ-ერთმა ამერიკულმა ჰოსპიტალმა სასტუმროს სერვის სტანდარტი ჰოსპიტალში რაღაცები როგორ წამოიღო რა. ძალიან საინტერესო ძალიან გავს რაღაცეებში სასტუმრო და ჰოსპიტალი ერთმანეთს რა. ნუ სამედიცინო მხარეს თუ მოვაშორებ, მამეთ ერთეგივეა. ხო, ნუ რაღაცეებით გავს რა, მოკლედ იქაც ხალატა ნომერი ცხოვრობ ჭამს, ვამიბანა. რეგისტრატურა მიდექი მოგეთი რაღაცა კვება შედის აქ ისეთ რაღაცები მოკლედ ბევრი მსგავსებები არის. მაჩორის ერთ-ერთმა სახელი წამოიღო სტუმარს ეძახიან და არა პაციენტს. ერთი გადასარევია. ხო. და იქ იყო ზუსტად ეგ სერვის რეკავერია და ერთ-ერთ სასტუმროს ცნობილ და ძვირადღირებულ სასტუმროს ქონდა ეგეთი რამე $2000 საჩუქრის ან დანახარჯის დელებგირება ქონდა დესკის. ხო. მენეჯერს და ყველა ვინც ფრონტში სტუმართან ქონდა შეხება, იმას ქონდა რომ იმ წუთშივე მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს თუ არ მოგეწონა ჩვენ ამას მოგეთ ხარჯი არ გავარდნილა. მაგის ამბობთ რომ ისინი რას პასუხისგებლობით ეკიდებოდნენ ამბობს და თან საოცარი ექსპერიენსები ჰქონდა როგორც კი სერვისი ჩავარდებოდა აქედან ადამიანი ყველანაირი შეთანხმების და მენეჯერთან ლაპარაკის გარეშე დელეგირებული იყო რომ $2000 ბიუჯეტი გამოიყენებინა იმისთვის რომ სტუმრისთვის რაღაცა კომპენსაცია გაკეთებინა და $2000 რო წარმოიდგინო სერიოზული კომპენსაციების კეთება შეგიძლია საჩუქრის ისეთი რომ ისე მაგრა და გამახსოვდება რომ საერთოდ არ გემახსოვრება იქ შენი სტეიკი ცივი იყო თუ $2000 ლოგინი დაუვაგებელი დაგვთა რა თან ახლა ვარაუდობ რომ ეგ ციგნი მინიმუმ 1-3 წლის ხო არის თუ არა 5-ის თუ არა 10-ის კი ბატონო ახლა 2010 წლის წინ $2000 საჩუქარი და დღესაც ძალიან მაგარია და 10 წლის წინ კიდე უფრო მაგარი იყო. ხო, არ ჯერ ეგეთი სულ არ ხარჯავდნენ. ანუ ბიუჯეტი იყო up to $2000-მდე, მაგრამ რამხელა ისა და ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული რა. რიკავერი თუ გააკეთე, ანუ მისი გამოცდილების ბოლოს შენ თუ პოზიტიური გამოცდილება შეუქმენი, კარგად ახსოვს ის ადამიანს რა. თანაც უცებ ახლა სხვაგან წავედი. თითქმის სხვაგან წავედი, მაგრამ ეს ამ პიკებზე და ბოლოზე გამახსენდა, ესეთი კარგი ჩვევა გქონია ადამიანებს რა. სხვა კითხვაზე რო პასუხობთ, დასმული კითხვის მაგივრად რა და რატო გამახსენდა ეხა ეგ რა, რომ კითხვაზე ბედნიერი ხარ თუ არა რა, ადამიანები ვცემთ პასუხს იმ მომენტში როგორ ვზნობთ თავს. კითხვა ეგ არ არის, როგორ ახარ არ უკითხია შენთვის არავის. კითხეს ბედნიერი ხარ თუ არა რა. ცხოვრება ხო ნარატივია, ზუსტად იგივე არის, ანუ რეალურად ჩვენი ცხოვრების გამოცდილება არის ის ისტორია, რასაც ვაქვს ცხოვრებაზე ყვები რა. და გახსოვს შენ პიკური მომენტები და გახსოვს ეხა მიმდინარე ბოლოა და იმიტომ შენი ცხოვრების გამოცდილება ესა რა. აი ეს კიცი რომელი ექსპერიმენტი იყო კიდე ძალიან ნათლად როა ჩვენა, ანუ იქ პაციენტი წყალში რო ხელს აყოფინებდნენ რა. აუ ცივი წყალი, აუ რა მაგარია ეგეთ 14 გრადუსი ცელსიუსის წყალი, რომელიც ჩემი გამოცდილებით ხა საშინლად ცივი არ არის, მაგრამ ხო და მეც მაგან გამოკვირვა ვაფშე ცივია. კარგი თბილი, ანუ სასიამოვნო ტემპერატურა აუზის ისე რამდენი არის 22 თუ 22 ცივად ითვლება 23-24-ზე ითვლება რა. კი, მაგრამ ხელი ერთია და მთელი სხეული მეორეა. 14 ისეთი, ანუ მაგის ვახი ვაიმე დედა და ეს საჩამოყოფინე ხელი არ არის, მაგრამ ცივია რა, გამოცდილება ისეთი არის რა. აყოფინებდნენ 14 გრადუს ცელსიუსში 30 რაღაც წამის განმავლობაში რა და მეორე ხელს კი თუ მეორე ადამიანი ხელს ყოფდა ისევ იგივენერად 14 გრადუსიან წყალში 30 წამით, მაგრამ კიდე 30 წამი ემატებოდა ოღონდ სულ 1 თუ 2 გრადუსით იმატებდა წყლის ტემპერატურა 1-ით. ანუ ოდნავი პოზიტივი. მაგრამ 1 წუთი ორჯერ მეტი ხანი ქონდა ხელი. იგივე ადამიანს რო ეკითხებოდნენ რომელს აირჩევ, ანუ ერთი ეს გამოცდილება ქონდა, მეორე ეს ერთიანი მოწონდათ ხო? ისევ გძელ, ანუ ადამიანი ირჩევდა გძელ ჭყალებში ტანჯვას, ეხლა 14 გრადუსიან წყალში ტანჯვას ვერ დავარქმე, მაგრამ რა მნიშვნელობა გძელ არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებას ირჩევდა, ვიდრე მოკლეს, იმიტომ რომ ის ბოლოში კენწეროში გატკბელდების ამბავი. ხო, მინიმალური ცვლილებაც კი უკეთესობისკენ აძლევს ადამიანს საშუალებას რომ დარჩეს. ნახე
ძალიან საინტერესო რაღაცაა და ძალიან ძალიან ფილოსოფიურ რაღაცაში მივდივართ ეხლა ჩვენ. კი, ძალიან რა. ძალიან რეალურად და მაგაზე სხვა შორის რა, მაგაზე ვფიქრობდი ამ 2 დღის წინ რა. სტატუს კვოზე ვფიქრობდი ძალიან ბევრს რა. ანუ სტატუს ამ წიგნიდან გამომდინარე რა. სტატუს კვო როდის როგორ იცვლება სტატუს კვო რა. გაუსაზლისობა ცვლის მარტო სტატუს კვოს რა. ანუ მინიმალური შემსუბუქებაც კი გაუსაზლისობის ახანგრძლივებს სტატუს კვოს რა, ესე რომ შეხედო. აი ეგ მაგალითი რო გადმოვიყვანოთ რა, ანუ გასაგებია რომ 14 გრადუს გაუსაზლისი არ არის, მაგრამ ზუსტად იგივე მოქმედებს რა. გაუსაზლისობა ოდნავ რო შეამსუბუქო რაღაცა პერიოდი იმ პერიოდს იგებ. იმიტომ რომ ადამიანის თვისში ჩდება პოზიტივის მოლოდინი, ასე ვთქვათ რა. მე რა დავაფიცირე იცი, ეხლა ნახე, რო შეხედო. მსხვერპლი გაიგე დღეს ხვალ იქნება უკეთესი მომავალი. და კენწეროში გატკბილდების ამბავი. თუ მე ჩემი გამოცდილება მიხსიერებიდან ვიღებ. ანუ თუ მომახსოვდება ბოლო კარგი და პროცესში ტკივილს ვყარგავ. ერთი რომ მეწარმეულ და კორპორატიულ გარემოშიც ხო? ღამეების თენება რაღაცა პროექტზე, რომელიც მე დიდებული გამარჯვებით ვთავდება. რა მაგრა გახსენდება? მაგრა სახალისოდ გახსენდება. სახალისოდ. ეხა ცხოვრება არის. შრომა და სადღაც ბოლოში ბოლოსკენ კარგად. ანუ ჯიმი კარს დავესესხები ისე რა. Hard choices today, good life tomorrow ამბავი რო არის რა. ხო და ძალიან ღრმა რამე არის ეხა ამაში რო შეხედო და ეხა უცებ რო დავფიქრდი. ანუ ღირს ანუ დღევანდელ წვალებად ღირს, იმიტომ რომ ის გემახსოვრება შენ მაინც. ანუ ბოლოში რო კენწეროში ტკბილსთან მიხვალ მთელი შენი ცხოვრება მაინც მაგაზე იქნება აწყობილი. ანუ ეს აღარ გემახსოვრება ეს ისე. ის იქნება შენი აღწერა მაინც. ხო, მე კიდე უფრო ღრმა ფილოსოფიაში მივდივართ იმ კუთხით ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში ხო ძალიან ხშირად ხსმენია, სხვა რა გვემახსოვრება სიცოცხლის ბოლოს რა. მე ძალიან არ მიყვარს ეგ გამოთქმა. აი, ძალიან არ მიყვარს ეგ გამოთქმა რა, იმიტომ რომ ნუ პიკური გამოცდილებების გემახსოვრება პიკები და ბოლო. ხო და მე არ მიყვარს, იმიტომ რომ ნაჯია პიკური ხელის ბიზგია პიკური გამოცდილებებისკენ. ანუ ეს მემახსოვრება სიცოცხლის ბოლოს, ამიტომ პიკურ გამოცდილებებზე მივდივარ დღეს. ხო, მაგრამ გავიწყდება მთავარი რაღაცა. რა? პიკურ გამოცდილებას აკომპენსირებს ბოლო. ეგ იყო მთავარი აღმოჩენა ადამიანი, იმიტომ ირჩევდა მე ისევ 60 წამიან. გავიგე მესმის. ხო და პიკური გამოცდილება კი, მაგრამ თუ ცუდად დამთავრდა ბოლო ჯობნის თქო, ნახე მესმის რას ამბობ, სხვა რამეს გეუბნები, მე აბსოლუტურად ცხოვრების მაგალითი მაგიტომ მოვიყვანე, რომ სიცოცხლის ბოლო არის ერთ და იგივე, ყოველთვის ერთნაირად თავდება. არა, კაცო, აქ მე სიკვდილის სარეცას კი არ გულისხმობდი მაინდამეტ თემა არის რაზე რომ რატო ღირს რომ 20-იან წლებში შენ ბევრი იშრომო და იწვალო მაგაზე რომ იმიტომ ის არის მაინც შენი ცხოვრების აღწერა. მაგასთან არ მაქვს მე დავა რეტროსპექტიულად იყურები რა. კი ბატონო, მაგასთან კამათი არ მაქვს საერთოდ. სხვა რამეს ავედი. არა. ხო და ამ პიკურზე ვერ გავიგე მაშინ რას ამბობდი, ანუ რას გულისხმობ რა. პიკურზე იმას ვამბობდი, რომ ეს ჩვენი თვისება რა, უნარი რომ გამახსოვრდება პიკური გამოცდილებები, ერთ წუთი ბოლოს შეეშვი ცოტა ხანი. პიკური გამოცდილებები რომ გამახსოვრდება რა, ეგ არის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადათარგმნილი წინადებად სხვა რა დაგვრჩება და ამ სხვა რა დაგვრჩების უკან არის ხოლმე ექსტრემალური ცუდი სიტყვა შეიძლება ხო, მაგრამ ექსტრემალური ქმედებები, ექსტრემალური ქცევები რა. რა ვიცი, ბევრი რაღაცა, რაც არ არის, ვთქვათ, შეიძლება მოსაწონი და ვარქვა მაგ სიტყვას. გძელვადაში სასარგებლო არ არის, მაგას გულისხმობ. გძელვადაში სასარგებლო. ხო და მაგას გეუბნები რომ გავიგე, კიდე მაგის პრობლემა თქო, მაგ მაინდსეტის პრობლემა, ის კი არის რომ სხვა რა გემახსოვრება. კი, ეს კი გემახსოვრება, მაგრამ კენწერო ფუჭდება და რეალურად კენწერო უფრო გახსოვს ვიდრე ეს თქო. ოკეი. აი, ერას ვიზახი, ან მაგის ის თემა რა არის. თორე კი, ეგ არის, სხვა რა გემახსოვრება. ეს კენწერო გემახსოვრება კიდე სხვა. და მაგიტო არ მოგწონს ის მაგის ვიდრე რომ შენ რო დღეს რაღაცას აკეთებ, რომელიც შენ ხვალინდელ თავს აფუჭებს,
ის არის მაგ ფასიხთი შე. კი ბატონო, ოკეი. და ამიტომაც ყურადღებით იყავი აქ რასაკეთებ და ჯობია რომ აქ გაიფუჭო დღევანდ აი გაგებით მოიკლო დღეს რაღაცა რომ ხვალინდელ შენსა შეზინო იმიტომ რომ შენი ცხოვრებისეული გამოცდილება ეს არ იქნება ის იქნება ალბათ ეგრეა სავარაუდო ეს კი და რა ქვია კანემანმა ეგრე გითხრეს რომ პიკი და ბოლო გამახსოვრდებაო სხვა შეს კანემანზე დავფიქრდი რომ არ გვიხსენები არც ერთხელ რომ ამ კაცმა მოიგო ნობელის პრემია გახსენეთ ერთ ვახსენეთ? ისეთი ბარბარიზმი რო ვიხმარო между პროჩებში ხო ამ კაცმა მოიგო ნობელის პრემია მაშინ დავაზუსტოთ რისთვის მოიგო ნობელის პრემია მოიგო ნობელის პრემია აი ამ თავის მეგობარ ძმაკაცს იმ მომენტისთვის უკვე გარდაცვლილ ამოს ტვერსკისთან ერთად პროსპექტ თეორია როგორ იყო? პერსპექტივის თეორია. ხო. პერსპექტივის თეორიის შექმნისთვის რა. და ეს პერსპექტივის თეორია პრინციპში ამბობს იმას, რომ პერსპექტივის თეორია. ხო, პერსპექტივის თეორიის მთელი დედააზრი. ეხლა ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ, ამ ბევრი რაღაცა პერსპექტივის. საწყისი წერტილიდან არის პერსპექტივის თეორია. კი, მაგრამ თავარი ჩემთვის ყოველთვის თავარი მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის ამ პერსპექტივის თეორიაში ეკონომიკური behavioristული ეკონომიკის კუთხით არის რომ აქამდე რა ამ მომენტამდე სანამ ესენი ამ თეორიას დადებდნენ აღქმა იყო რომ ადამიანი არის რაციონალური და ამ პერსპექტივამ ყველა გადაწყვეტილება გამოდიოდა იქიდან რომ ადამიანი არის რაციონალური ბაზრები არის რაციონალური შესაბამისად და ამ ხალხმა შემოიტანა ეგ იდეა რა რომ ადამიანი რაციონალური არ არის და ეს წიგნი ამიტოა ამდენი მაგალითით იმაზე რომ არ ვარ ჩვენ ადამიანი არის ადამიანი ასე რომ ხო დაშვება რომ რაციონალურია ადამიანი და შესაბამისად სამყარო ესე ვთქვათ არ მუშაობს რა სამყარო ბევრად უფრო აუხსნელია ვიდრე ჩვენ მგონია რა ჩვენ ხსნით ჩვენი ამბებით და ისტორიებით რაღაცეებს თორე სინამდვილეში ბევრი რაღაცა გაუგებარია ჩვენ მგონია რომ რასაც ხედავთ მარტო ის არის და არ არის მარტო ის რასაც ხედავთ სხვა ჩვენს კაი კითხვაა ეს რასაც ხედავთ მარტო ის არის თარგმნილი კარგად როგორ არის ამ ქართულ ვერსიაში ესე არ არის რა ხმარობს იმ შემოკლებას აი ისიატის თუ ისეთო მაგას ხმარობს მაგრამ ეგ არის შინაარსზე რასაც ხედავ ის არის გონია რა ანუ გონია რომ აი რა მეტი ხო არაფერი ხო What you see is all there is. კარგი იყო. კარგი იყო და ძალიან იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა, აუცილებლად ჩავაგდებთ ვიდეო სახწერაში ბმულს, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ. გირჩევთ, წაიკითხოთ. მაგარი წიგნი არის, დიდია, გრძელია, მაგრამ სასიამოვნო დაწერილი არის და საოცარ მიგნებებს ამოიკითხავთ. საოცარს. აი როგორ დავადასტურო კი არა და როგორ გავამყარო ეგ შენი წინადადება. შემდეგ ეპიზოდში სტუმართან ერთად კიდე გავამყაროთ მე. აი კაი აზრი იყო. შემდეგ ეპიზოდში სტუმართან ერთად საოცარ. ჩვენზე ცოტა უფრო მწოდნე ადამიანი მოვიდეს, არის ბლოყონოს ჩვენ ზავით ერთი აფთებებს. კი, არის ბლოყონებს, ბევრად მწოდნე ადამიანი გვეყოლება ჩვენ ამ თემას. ძალიან მაგარი წიგნია. მართლა ყველას გულით ვურჩევ რომ ეს წიგნი წაიკითხოს. დავედით? დავედით. დავიშალე. მადლობა.